სტალინი გამოდის სიტყვით. ანეკდოტი არ არის, ჩაწერილი ამავე და ადგა ყველა და ტაშის ყურა დაიწყო. მაგრამ არ გიდა დაჭდა და გაგრძელდა ტაში. გაგრძელდა 10 წუთი. და ბოლოს ვიღაცა დაჭდა. და დაიჭირეს მეორე დღეს. ნელიმა ბაიკა. მაგრამ არ გიდა დაჭდა. დამთავრდა მან. არ ხო, არ გიდა დაჭდა. მე მგონი ეს ბაიკა შეისწავლეს ჩრდილოეთ კორეაში ძალიან კარგად და იქ საათობით არ ჯდება არავინ. იცი რა, მე ჩრდილოეთ კორეას თავისი გაჭირება ეყოფა, მაგრამ ის რომ სკოლებში ასავლიან თვითონ რობოტიც რომ მზეზე ჯდებიან და რაღაცა ცოტა მგონია ტყუილი რატო. ჩვენ მაგარიშო რომ ფიზიკაში აშკარად არ ჩამორჩება ეს ქვეყანა. კი ბატონო. ატომური ქვეყანა, ახლა ატომს და ახლა ეგეთ ქვეყანაში ახლა რომ მზეზე ესე ასავლიდან ეგეთ ქვეყანებს საბჭოთა კავშირისთვის ძალიან აწყობდა ტექნიკური საგნების განვითარება. ახლა ეგრე არ არის ფიზიკათ ადამიანს უნდა ასავლო. მასუბრებლად უნდა ასავლო, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები მოძებნო მე უნიჭიერესი ხო ახლა ჩვეულებრივი ფიზიკოსი ამას ესე ვთქვათ ვერ იზამს ხო სწორია ხა წერა კითხვა მასუბრივად თუ არ არის ცნობილი და წერა კითხვა თუ მასუბრივად არიციან ახლა გალაქტიონი ვერ ნაკლები შანსია რომ გაჩნდეს მაინც წერასთან არის კავშირში ხო ხო და არ ამჯერა რომ ესეთი ამბავი იყოს კორეაზე თუმცა ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა ესე და ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა მაგრამ მთლიანობაში ეგ ჩაკეტილობაც არ არის ეს დასავლეთში ესმის საზოგადოებას სხვანაირად ეგ ამბავი თორე იქ რაღაცა იმ ფილოსოფიაში სხვანაირად არის ყველაფერი მთლად ის კი არ არის რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ის რაღაც ეთნოფსიქოლოგიური კულტურული ეხლა თავი და სამხრეთშიც იგივე ხალხი არ არის ისინიც ეგეთები არიან ის ბევრად განსხვავებულები არ არიან ეგ ამერიკელებმა ეს სისტემა შეუქმნეს ეგეთი თორე ისინი ამერიკელებს რო სისტემა არ გაეკეთებინა ზუსტად ეგრე იქნებოდნენ ზუსტ არაფრით არ იქნებოდნენ განსხვავებულები ხო, სისტემა მართალი რა სისტემაც არის ხა გარედან დიდად ესე არ გამოიყურება, მაგრამ აი მე თვითონ ვამუქრა განათლების დონე, ახლა ეგრე თან რატო გზი შეუძლებელი ფიზიკა, მაგრამ განავითარო და ახლა მე გვერდზე ტრიგონომეტრია არ იცოდე, ტრიგონომეტრია არ იცოდე და მათემატიკა არ იცოდე და ლიტერატურა, ნუ ესე არ გამოდის ახლა მარტო ფიზიკოსი ვერ გახდება ახლა მარტო ზოგადად არ ჩვევიათ მაგერებს, აი ვერსეც ვერ ნახავ, სადაც სად იყო რევოლუციები სად მომხდარა აღმოსავლეთში. პოლიტიკური რევოლუცია სად მომხდარა აღმოსავლეთში. სკოლაში ვასე ჩინეთში მესამე საუკუნეში მოხდა. ჩინეთში ისიც იმის შედეგი იყო რომ ცოტა გამახსენდება წითელ თავიანები თუ წითელ წარბიანები თუ რაღაცა. გონი ჩვენ წეთ აღრიცხვამდე იყო კიდე. რევოლუციები ძირითადად ის არის რა ქვია ლათინური ამერიკის კი ბატონო კი. ლათინური ამერიკის know-how ესე თქვა. ძირითადად მაინც და ევროპული რეალობის. დავიწყოთ მე მგონი. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს და წარმოგიდგენთ თვალსილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი დავით ქართველიშვილი. ბატონო დავით, გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ესე ვთქვათ, ახალ წლამდე ბოლო პოდკასტი. შემდეგ ახალი წლის შემდეგ შევხვდებით ჩვენს პოდკასტის მაყურებლებს და მსმენელებს, ვინც სხვა პლატფორმებზე გვისმენს ხოლმე. მოკლედ რამდენიმე ესეთი დიდი თემაა გარშემო, ესე ვთქვათ, ხო? ახლოს დიდი ხანია მიდიან მხარეები ახლოს უკრაინის კონფლიქტის გადაჭრასთან, რაც არ უნდა ესე ვთქვათ, უცნაური იყოს, თუმცა მაინც გარკვეული იმედი არსებობს თითქოს. აი იმედი იქიდან გამომდინარე ჩანს 5% დარჩაო, ხო? გუშინ ვკითხო. რისი 5%? აი თითქმის შეთანხმებამდე 5% დარჩაო, მაგრამ ძალიან რთული 5%-ია. ნუ მე ხა ის ძალიან რთული რომელიც არის, გინდა ერთი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს თუ ვერ თანხდები, მე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია თუ ვერ თანხდები, დანარჩენი უკვე ის არის, რა ქვია. არა ინფრასტრუქტურა ასე ვთქვათ შეთანხმება. სხვადასხვა პროცენტებს გეტყვი, როგორ შეიძლება ანგარიშოს ახლა ჩვენ რაღაც ფილმს ვამთავრებდით და ერთ-ერთი იმან აღარ ნუ ეტაპმა რასაც აკეთებ და გითხრა რომ 70% მორჩიო ამ ფილმისო, მაგრამ 30 დამჩაო. გავიხარდა და უკვე თვითონ ნახევარი აკეთებდა და ოღონდ ეს როგორი 30%-ია ვიცი ვითხრა. მის დებატით ოყოს ვიხმობ, იმიტომ რომ ეგეთი საინტერესო შეფასება საერთოდ არ გავიგეთ. ესო გაციელებით რთულიაო და სამი იმდენი დრო ჭირდება ვიდრე 70%-ზე.
ახლა როგორი საიტა ის ოქსიმორონია 50%-ია დარჩენილი, მაგრამ 50% უფრო მეტია ვიდრე 70%, მაგრამ 30-ია. ესეთია 5%-ია. პური ბალში. ნოჩირა. 25 რუბლი. კინემატოგრაფიის თემა საახალწლოდ მithumetes მეც გავაგზელებ რა, იმიტომ რომ ქართული ფილმი არის გენიალური, რომ არავისო არ მოეგონოს ეს ფილმი, რაღაცა უნდა გაჩენილიყო, რომ გაჩენილიყო ეს ფენომენი, რასაც ქვია ქართული ფილმი, მისი უკვდავი ნაწარმოებები და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვევრი, ხო, რომელიც 30 წუთში იმხელა ფილოსოფიას იტევს, რომ აი ამ ჩვენს თემატიკასაც ძალიან მიესადაგება ძალიან ბევრ კომპონენტში რა, ფაქტიურად აბესალომი ჩემთვის განასახიერებს უკრაინას, რომელიც სადღაც შეძვრა და თავისივე წებოთი ჩაიკეტა თავი იმ სივრცეში, საიდანაც ვერ გამოდის. სამჭკუაშვილი ლეიტენანტი ჩემთვის არის დონალდ ტრამპი, რომელიც აშინებს და ეუბნება გამოდი, ის არ გამოდის იქიდან. იქ რუბიო იქნება თუ იტკოფი იქნება სერჟანტის როლში, რომელიც სლავუაზიეს კანონს მიუთითებს, რომ იქნებ ცალ-ცალკე იქნებ ნაწილ გამოხვიდეო, მაგრამ არ უნდა იმას ნაწილ გამოსვლა. ქვევრის გატეხვა მათ არ უნდა, ტრამპი ბრაზდება მაგით ხომ, ორშაბათ შენ და ის მოხვალთ ჩემთან ოვალურ კაბინეტში ვაშინგტონში, თუცა ის როგორ მოვა და ნუ მთელი რიგი აი დიალოგებისა არის ჩემთვის ეს სრული ეს პროცესი მოლაპარაკების, სადაც იმით ახსენე რომ რაღაც მხარეები მზად არიანო და აი მე მაინტერესებს მხარეები ვინ არიან ამ სიტუაციაში, ვინ ვის ელაპარაკება, რომ იქ თლათ თავისნებით არ შემცრალა იქ კი ბატონო თავის და იმიტომ რომ ახლა ერთია რომ ეს პრეზიდენტი კი გამოიცვალა, მაგრამ ქვეყანა ხო იგივეა და ხა ტრამპი რო ამბობს რომ მე რო ყოფილიყავი არ დაიწყებოდა ეს ომიო, რა შეღავათი ახლა უკრაინისთვის, ასე იგი ამერიკას დიდი ხელშეწყობით დაიწყო ეს ომი, იმიტომ რომ ამერიკას მაშინ ვერ უეთქვა რომ ერთ შენიერ დღეს და ევროპასაც სხვათა შორის რომ ჩვენ ერთ შენიერ დღეს გადავხედავთ დახმარების კონცეფციას. კი როგორი წარეც არ უნდა ყოფილიყო ეს სიმართლე, მაშინ იმ სიმართლეს შეხედავდნენ, ხა დიდწილად ეს იყო რომ ჩვენ ურყევ გამარჯვებამდე, არა უტყუარ გამარჯვებამდე მივიყვანთ ამ ომს, ხო აგერ გუშინ ამბობდნენ. მე მგონია რომ ახლა ამას არავინ არ მოაწყობს და ყველა ის ადამიანი სასამართლოს უნდა დაждდეს, ვინც ამას მორალურ სასამართლოს მაინც ისინი ვერ გაიქცევენ, ამიტომაც წელავ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, ხა ესე ჩამოვარდა ამ თემაზე. სრულიად გაუგებარია და ფაქტურად არ ეწერება არსად რომ რატო არ ებებიან ომში. მე ომის კი არ მოუწოდებ, მაგრამ არ შეიძლება კოალიციამ დაიწყოს ომი, ფაქტურად მე უცებ თვითონ იძახდნენ რომ პერიოდულად აკეთებდნენ გაცხადებას რომ ეს ჩვენი ომია, ეს ომია და მე პერიოდულად აკეთებენ რომ 30 წლისთვის უნდა ვიყოთ მზად. ახლა ეს საერთოდ წინაზე წავამდე სრული აბსურდია ახლა. თან ამობდე პუტინზე იმას, რასაც ამობდა, თან წინას არ აფრთხილებდე 30-ში. ანუ რასეონები 29-ში დაიწყებს ხო მაშინ ახლა ის ომს დაუშლის. და ახლა ის რაც კითხვა ფიცოს ახლა გაუჩნდა ახლა არც პატივისცემას ვამბობდა, არც უპატივისცემულობას, ახლა ისიც მან ნაწილია და იქ იყო ჩვეულებრივად ხო და სხვა შორის მონაწილეობდა სლოვაკეთის და უნგრეთის იმ სანქციებში და სანქციებში და იმ ჩვეულებრივად მონაწილეობდა. ახლა მე ბოლოს გადაინახეს ახლა ეს რაც დაინახეს და მაგრამ იმა რაც თქვა აქ ყველა ვსვამდით ამ კითხვას. თან რუსეთს ვამარცხებთო, ყველა იძახიან და თან რუსეთი უნდა დაგვესხას თავსო და ვაიმე გვეშინიაო და ეს როგორ არის ახლა ერთად ამ ხუნა ჩამოყალიბდე ამ სიტუაციაში. ან და აი ბალტიისპირეთი რო ხარ ბოლოს წავეკითხე, აღარ გაიგება, ვინო და ვენახები რო არის ბალტიისპირეთში, ვიცი და ვინის ექსპერტი რო უზარმაზად გაიზარდება. კაუჩუკიც თუ იყო, არ ვიცოდი ახლა. კაუჩუკი შედის, ეს აღარ ვინა კალასის ქმარია თუ რაღაცა ვაჭრობენ და დაიწყე ომი, აგერ არა ხარ და ნატოს ქვეყანა ხარ და დაარტყი ჩრდილოეთიდან და საფრანგეთი ხარ, ატომური ქვეყანა ხარ, რო აკეთებდა და ეს გონი ჩადეს ახლა, ხო? იქა. ვინ? საფრანგეთის პრეზიდენტი. არა, ჩასული ჯერა მე მგონი არ თქვა არაფერი, მაგრამ ნუ თვითონ განაცხადა რომ კარგი იქნებოდა კომუნიკაცია. განახლება კონდეს. ხო და ეს არის მე მგონია რომ კრემლმაც უპასუხა რომ მზად უართო. არა, კრემლი ახლა ჩვენ ხო ვიცი და კრემლი ცხადია რომ მზად იქნება. მისი არ იყოს რა, რატო არ იქნება მზად?
კრემლი იმას, მაგრამ რაღაცები და პოლიტიკაში მოგრძნობაც საჭიროა. ყველა იმ განცხადების მერე, რასაც ეგენი აკეთებდნენ, ველოდებოდი, რომ წესით უნდა ფრანგული ჯარი, საფრანგეთის ჯარი უნდა ჩადიოდეს და ეხლა ეს ჩავა რასაკვირველია, ბოლომდე დაამცირებს ის და ეს იქნება და ძალიან არ უწყობს ხელს და ისევე როგორც ახლა ამერიკა გასაგებია ტრამპი რომ ამამა ტრამპით ხო არ არის ქვეყანა ხო არ შეცვლილი ამერიკა ხო ეს სენატი და ეს კონგრესი ხო 3 წლის სხვა განცხადებას აკეთებდა და ეს უკრაინა ამის ეხლა ეს უკრაინა შერჩა ხო აი შეიძლება ვთქვათ მაგრამ იმ ქვევრში კაი ის თვითონ შეეშალა იქა და აკუთხეს ბიდი შედიო ხო მოყვებით უკანო და შევიდა ამ ომში წებოც მიცეს ხო და ჯარი და ყველაფერი და მე რეუნებიან არ გატეხო ხა ქვევრი გეჯიროს იყავი ეს ომი ჩემი ღმერთმენით დაიწყო 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო როდესაც დაიწყო წინამოსამზადებელი პერიოდი რუსეთის გარშემო ეგრეთ წოდებული დემოკრატიის სარტყელის შექმნა ხო რომელშიც უნდა შედიოდეს ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნები ასევე საქართველო ხო რომლის ლიდერი იყო დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ 2008 წელს იყო ომის წინამოსამზადებელი როგორი ფილმის დაწყების წინ რო არის 3 ზარი ხო პირველი ზარი გაისმა 2003 წელს მეორე ზარი გაისმა 2008 წელს როდესაც გამაღიზიანებელი რუსეთის იქნა შემოგდებული ბუხარესტის სამიტზე ნატოსი რომ გავფართოვდებით ესენი გახდებიან ჩვენი წევრები ეხლა არა მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად რეალურად არც არანაირი გაფართოება იმ თავითვე არ იყო ჩადებული აგერ ძანა ხო ჯონსონმა თავის იმიტომ კი ბატონო კი იმიტომ ესე გითხრა რა გატყუებით ვერანაირი მეხუთე მუხლი ნატოს წესდები საქართველოზე და უკრაინაზე ვერ განხორციელდებოდა აპრიორი იმიტომ რომ ეს ორი ტერიტორია თავიდანვე იყო პლაცდარმის როლში შერჩეული რომელიც იმ მესამე ზარის შემდეგ რომელიც გაისმა 2014 წელს იმ გადატრიალებით იმ მაიდანით რაც კიევში მოხდა და ფაქტიურად ცხელ ფაზაში გადავიდა უკვე ეს მოვლენები ყირიმის ანექსიით დონბასში განხორციელებული ანტიტერორისტული ეგრეთ წოდებული ოპერაციით და ასე შემდეგ უბრალოდ საქართველო გამოძვრა აი ამ სცენარიდან გამოძვრა აი არნახული ძალისხმევით ბიძინა ივანიშვილის გმირობით პირდაპირ ვამბობ რომელმაც გამოგლიჯა რა აი იმ deep state-ის აი ამ სტრატეგიული გეგმებიდან ქართული კომპონენტი და ერთ-ერთი პლაცდარმი მოაცილა იმ კოშმარს და კატასტროფას რომელიც თავის მხრებზე იტვირთა უკრაინამ მაგრამ იტვირთა თავისი ჭკუით თუ უჭკუობით ეს მაყუებელმა განსაზღვროს მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოში გამოიცხულია უკრაინიზაციის სცენარი განვითარებული იყო მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო მე ვერ ვხედავ დღეს უკრაინაში იმ ძალას რომელიც ელემენტარულად გამოვიდოდა კიევის ცენტრში ბანკოვსკაიას ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ რაღაცა შინაგანი პროტესტით ეს პროტესტი იმგრძნობა ქუჩაში, იგრძნობა ფრონტის ხაზზე საერთოდ ტრაგედია ხდება. ერთის მხრივ ის ნაწილები, ის ჯარისკაცები, რომლებიც მზად არიან ტყვეთ ჩავარდნენ რუსეთის ხელში, ისინი მთელი რიგი დამსჯელი ბატალიონების მიერ პირდაპირ იხოცებიან იქვე ბრძოლის ველზე და იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა აუკრძალა თავის დანაყოფს გადასვლა რუსეთის მხარეზე და ტყვეთ ჩავარდნა, მათ ეს პოლკოვნიკი მოკლეს რა. ანუ არ ხდება რა რაღაცა კრწანისის და დიდგორის სულისკვეთებას ვერ ვხედავთ ჩვენ იქ სადაც უკვე თვითონ ადამიანებსაც აღარ სურთ ამ ომში ჩაბმა და თვითონ სამოქალაქო საზოგადოებასაც კი არ აქვს აღარ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პროტესტი რა თავისი ხელისუფლების მიმართ იმიტომ რომ საქართველოსგან განსხვავებით ხო რომლებსაც ჩვენს ზურგს უკან არის 30 საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია ხო და ჩვენი მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის და ღმერთისთვის ხო უკრაინას არ აქვს ეს სახელმწიფოებრიობის ისტორია
ეს არის ხელოვნურად შექმნილი ტერიტორია. რა თქმა იმ საზღვრებში, რომელიც საზღვრებშიც ახლა არიან, ხომ? ნაწილი ლენინმა უაჩუქა, ნაწილი სტალინმა მიუმატა, ნაწილი ხოვშოვმა აჩუქა. გაიგე და ძალიან ძნელია ამ 100 წელიწადში, ხო 100 წელიწადში რაღაცა არასრული 100 წელიწადში რაღაც. ომშია ქვეყანა და ეს არის თორე ჩვენ რეალურად რო ვიცოდეთ, მე ცოდნაზე და ვერ დავდებ, მაგრამ მეცხოვრია იქ და მქონია და ურთიერთობა და ვიცი მათი ეს ისტორია რათა დავიდე შიგნით რთული ეს არ არის ისეთი კონსოლიდირებული იქ არის რელიგიური მომენტი არის წარსული მომენტი იქ არის რაც გვაშოროს მტერმა ეს შიგნით არის აი მე 17 ეთნიკური მომენტი ანუ მეგეთყვი სადღაც აი მე-18 საუკუნეში ეს იყო ისეთი დაპირისპირება ზეთში ხარშავდნენ ერთმანეთს აი ეს დროს და ესე ვთქვა და თვითონ მათი პოეტი ტარას შევჩენკო რო აიღოთ ის მისი პოემები ხათაშორის მათ უკრაინელი ის არის და იქ არ არის ეს იქ მთელი დიდი წინააღმდეგობები იქვე ჩანს ხო დამოკიდებულები იგივე ენობრივი საკითხი მე შეთქვი დასავლეთ ჩვენ ვიამბობთ ახლა დასავლეთი უკრაინა ესე თქვათ ის საერთოდ აკეთხარეს მტერს ხო ჩვენ და მოსკალებს ეძახის იმას კი არ ეძახის რუსებს ამათ ეძახის თავისიანებს ეძახის და დამოკიდებულებები აქვს მე ეს კიევსკაია რუსთან თავისი ცვლილებები აღარ გეუბნებით ნუ იცი კარგად ყირიმი ხო თავისთავად და ოდესა გიგაცალკე და პრობლემებია მაგრამ მაინც ასეა თუ ისეა გაცრუად გაგაწყვეტდი მაგრამ ერთად ვსვამთ მანდარის ერთი რამე რომ ხა ძალა აღმარცხნავს და ჩვენ დასაუფლებლობა არც აგვაქვს საშუალება სასამართლოზე და ეს მაგრამ ეს მოკავშირეები რეალურად პირდაპირ უნდა შეიძლება ითქვას აი თაღლითურად არასრულებენ იმ ნაკის მოვალეობას ესე არ არის ომი დაიწყო და მე შუაში უცებ თქვა რომ მომწყინდა და დავკარგე ხალისიო ეს ანეკდოტია მარტო ესე და ამათ უცებ ვატყობ რომ ხალი ანდა ეს რაც გააკეთეს ბოლოს ჩვენ ახლა როგორ ვაწოდით ახლა ამას და ფაქიზად ვარ ვითომ დიდი ამბით შეიკრებენ და ჩვენ დიდი გამარჯობა 90 მილიარდი ჯერ ერთ ერაზეა ლაპა ეს არის ვერაგობა 90 მილიარდს აძლევენ სესხად და სესხად აძლევენ 90 მანამდე რაც მისცეს ისიც სესხი არა ისიც ხო მაგრამ ეს დიდი სამით რო გამოაცხადეს ეს არის სესხი სესხი 90 მილიარდი უკაცრავად ნახე ეკონომიკაშიც რო ჩადო იქაც დიდი საფრთხილოა ეკონომიკაში რო ჩადო და ეს არის ომში ჩადებული არა შენ ხო კარგად ეს არის გრევაში ანუ 90 მილიარდი გრევა გამოიწვევს ერთი 180 მილიარდიც დაგრევას და ეს უნდა და ეს უკაცრავად პასუხია ერთი რომ ბოლო ადამიანები ვართ და დემოკრატია ერთი რომ კითხვა ვიგინდა რა პრეზიდენტებს ამათ იმას კი მაგრამ რო იმაშვებით ეს არის მოკავშირეობა ეს არის ამ საცოდავი ხალხის სისხლის ფასი რომ უნდა ბოლომდე უნდა ვიომოთ რომ სესხს აძლევ იმის მაგივრად კაი ჯარს არ აგზავნი აბა რა და რაღაცას ლაპარაკობ რომ 2030 წელს უნდა კიდევ ეს არის აი წარმოუდგენელი რამე. კიდე კიდე ერთი ცინიზმის სერიოზული გამოვლინება. მე ეს რა გონია, იცი რომ აი ნიურნბერგის პროცესი არ უნდა იყოს, ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავეობა. ახლა შეიძლება და ნატო ახსენე, ხო ჩემო კარგო. თუ ჩვენ გჯერო და არ გჯერო და ეს გადავდოთ გვერდზე შე რაღაცა აბა არც არაფერი არ ყოფილა ოფიციალურად ნატო და დასავლეთის ქვეყნები ამობდნენ რომ მიგვიღებდნენ მათ შორის ჩვენ ნატოში. ეხლა გამოდის ისეთი მსხვილი მოთამაშე როგორიც არის მე აღარ გეუბნები რომ ამერიკა და ის რომ ამობენ რომ ნუ ეს დაივიწყეთ ნატო ხო გეუბნებიან ახლა ჩვენ დავდგეთ ახ პიონერები და მაინც ვიძახოთ რომ ზათავართ და გამოდის ჯონსონი ახ მოწონს არ მოწონს ვიღაცას ესე ეფასებს ვიღაცას იაფასებს პრემიერ-მინისტრი იყო ერთი დღეც თუ ხარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეიძლება ჭკვიანი არ იყო მაგრამ იცი იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ შეიძლება ხვდებოდეთ. ხვდები ჭკვასთან არ არის კავშირში, მის წინ გახსნილია. ეს კაცი ურცხვად ეს თვითონ ეს ურცხვი მე შეურაცხყოფის მიზნით თქვი არ ვამბობ, ფაქტს ვამბობ, რომ ურცხვია, ამბობს რა რა, ვიტყუებოდითო. გატყუებდითო, არც არასდროს არ ვაპირებდითო და ესო პუტინმაც იცოდა. ესე იგი მაფია ხარ თქვენ, ესე იგი თურმე ყველას ერთად გწოდდიათ და ჩვენი ჯინი გქონიათ, ესე იგი თურმე პუტინმაც იცის, ამანაც იცის, იმანაც იცის, ის ფულს აკეთებს, იქ იმას აკეთებს და აი ხლა თურმე 90 მილიარდი უნდა დაუმატონ რუსეთი რო გადაუხთის. კი. უკრაინას მე რუსეთი რო ეს კი ხმარა ახლა ორბანმა და რუსეთი რო ახლა უკრაინას რეპარაციას გადაუხთის და სამაგერო უკრაინა კი გადაუხთის იმ ევროპას
მაგაშია საქმე რომ მანდ კიდე ერთი მაგარი ცინიზმი იმაში მდგომარეობდა რომ გარდა ამ 90 მილიარდისა რეალურად რასაც ლაპარაკობდნენ რის სანაცვლოსაც 90 მილიარდი გამოყვეს რუსული გაყინული აქტივების გადაცემას არც იმას არ ჩუქნიდნენ ისიც ესხი იყო ანუ ის იმაზეც არ იყო საუბარი რომ იმას მიუცემთ და ეგ მაგათი იქნება არა ისიც ესხი იყო უბრალოდ იმაში მოიაზრებოდა თითქოს ის რომ აი ზუსტად მაგ ფორმულირებით რომ აი თქვა რადგან ეს რუსეთის ფულია მერე მოვახერხებთ რომ რუსეთს ავკიდოთ ამის ესე ვთქვათ დაბალანსება რა ანუ აღარ მოითხოვს ამ ფულს და ამას გავატარებთ მერე იმაში რა ქვია მაგას კომპენსირებაში და დიდი ჯარი უნდა ყავდეს უკრაინას რომ იომოს კი აი ხა 800.000-იანი ჯარი არ ყავს არც ერთ ევროპულ ქვეყანას 800.000-იანი რამდენი თქვი რამდენი არ ყავს 800.000-იანი კი არა მაგის ნახევარი არ ყავს ბევრს კი არა 300.000 არ ყავს საფრანგეთს ყავს ყველაზე მეტი 220.000 თუ რაღაცა და იმას 120.000 ყავს საერთოდ არ ყავთ ერთად უკრაინას რა ჯარი ყავს ამ იმაზე კი ბატონო და კიდე ერთი ცინიკური განცხადება იყო მარკ რუტესი ნატოს გენერალ-დირექტორის რომ შვიდობა რომ დამყარდებაო იმის შემდეგ რუსეთი თუ თავს დაესხება კიდე უკრაინას ძვირი დაუჯდება ეგ ყველაფერი ანუ ჯერ მშვიდობა უნდა დამყარდეს და მერე თუ რამის დასმა შეგიძლია ახლა რატო არა არა უფრო კარგი განცხადებები არ ხუმე ეს უკვე ადრე გენშტაბის უფროსმა გააკეთა საფრანგეთის ეს ხო შეგვიძლია ომი ხო მაინც ნახეთ ჩვენ თავს ერთად ომი ვიცით მაგათ რა ომი რაიციან ერბოკორცხის შეწვარიციან ნახეთ თავის ხელით სხვა უნდა შეუწყოს კვერცხი და ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ომისთვის მეორე დღეს კი რევოლუცია დაიწყო საფრანგეთში და ახლა როდესაც თქვა ხო ახლა მზად ვარ მე აგერა ბიჭო მომისვლე ასორო იძახია რომ მზად ვარო ეს უკეთე მიდი და მოგეხმარებიო რა გამოუშვით კვანტალი ომი არის აგერა ომიც აგერ არის ტანკიც აგერ არის ხალხიც იხოცება დაიწყე დამყარებას და რაღაცებს გაკეთებას დაიწყე ესე იგი რის კითხვა მინდოდა რომ იქ რო თქვით აი უკრაინასთან ერთი ესეთი ელემენტი რო შემოვიტანოთ უფრო რო გავხადოთ ცხადი რო თვითონ ამაში ყველაფერში ესე ნებაყოფლობით შევიდნენ თუ არა ხო იმიტომ რომ ის პროცესი რომელიც 2003 წლიდან აღწერეთ იქ არის ერთი მომენტი რომ ამ პერიოდში ამასთან ერთად სერიოზულად მიდიოდა რადიკალური ჯგუფების გაძლიერება რადიკალური ჯგუფები აქ გასაგებია უკრაინისთვის ეს მათ შორის ესე ვთქვათ უკვე ხა 100 წელს ისტორიას არ უწოდებენ ხოლმე ისტორიულ პერსპექტივაში მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქვს ამ 10 წლეულობის ისტორია აქვს უკრაინაში ამ რადიკალური ჯგუფების არსებობას ხო და ამ რადიკალურ ჯგუფებს არასდროს არ ქონიათ დიდი მხარდაჭერა უკრაინულ საზოგადოებაში. ანუ რამე განსაკუთრებული მხარდაჭერა არასდროს არ ყოფილა. 1-2% ფარგლებში იყო სულ მათი მიმართ რაღაც სიმპათიები და ასე შემდეგ. რაღაც სხვადასხვა კვლევებით და გაზომებით. დასავლეთ უკრაინაში. გაზომებით. ხო, ანუ თელს უკრაინულ საზოგადოებაში მათ მიმართ იმ სიმპათიები არ არსებობდა. მაგრამ ამის მიუხედავად მათ დიდი პოლიტიკური ძალაუფლება ჩააბარეს, ასე ვთქვათ, გავლენები მისცეს ორივე მაიდანის მოწყობაში სერიოზული წვლილი მიუძღვით და ნუ მერე აი ამ ანტიმაიდანური განწყობების ძალის მიერ ჩახშობაში ოდესაში რაც ვიხილეთ მაგალითად და მერე დონბასში რაც დაიწყო და ასე შემდეგ ამაში სერიოზულად მიიღეს მონაწილეობა. ანუ აქედან გამომდინარე რამდენად შეიძლება უკრაინაზეც კი ვთქვათ, რომ ისინი ნებაყოფლობით შევიდნენ ამ პროცესში გარედან რომ არ ყოფილიყო ასეთი ძალებისთვის ფულის მიცემაც, იარაღის მიცემაც. ანუ აზოვის ბატალიონი ჩვენ ხوار შეგვიარაღებია. დასავლური ფულით და დასავლური იარაღით შეაიარაღეს იმ დროსაც კი. 2014 წლიდან დე ფაქტო გაყოფა უკრაინის, ხო დღეს ლაპარაკობენ რაღაც კორეის სცენარზე და ასე შემდეგ. უკვე შედგა. დე ფაქტო დაყოფა, სადაც გაეჭხირა უბრალოდ კიევი რომელიც ორმაგი დატვირთვის მატარებელი იყო დასავლურ უკრაინული და აღმოსავლურ უკრაინული კულტურების კიევი, სადაც ქონდათ გაჩხერილი აი ამ რადიკალებს ის კიევო-პეჩორას ლავრა, როგორც არა მოსკოვის საპატრიარქოს
დასაყრდენი ხომ სულიერი თვალსაზრისით, არამედ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ღიად რატომღაც, მაგრამ ეს არის ღვთისმშობლის მესამე წილხვდომილობა დედამიწაზე, ხომ? საქართველოს ათონის მთის შემდეგ მესამე არის კიევა-პეჩოვას ლავრა, მეოთხე არის დივეევოს მონასტერი რუსეთში. ანუ ეს არის ისეთი ზედნაშენი სულიერი, რომელსაც არ გააჩნია რაღაცა ტერიტორიული, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური დატვირთვა, ხომ? და ერთ-ერთი მთავარი დარტყმა ომის დროს მოიცალეს, მიაყენეს კიევა-პეჩოვოს ლავრაზე, ღვთისმშობელზე, დააპატიმრეს არაერთი მიტროპოლიტი, დაანგრიეს არაერთი ტაძარი, დახვრიტეს არაერთი მღვდელი და გონიათ რომ აი ამ ყველაფრით, ხომ, ზეცა იქნება მათ მხარეზე და რაღაცა ზეციური ხელშეწყობა ექნება ვის და დაუბრუნდეთ ვის. მაიდანიც და დასავლეთ საქართველოს, უკრაინის, ასე ვთქვათ, რადიკალები, ხომ, არიან შვილიშვილები და შვილთაშვილები ვისი? იმ ინსტიტუტის ომის დროს პოლიცაები რო ერქვათ და ძირითადად დაკომპლექტებული იყვნენ დასავლეთ უკრაინის მოღალატეებით, რომლებიც პაპაჩემს და მის მეგობრებს ებრძოდნენ დიდ სამამულო ომში. ესენი არიან და ყველა დაინტერესდეს ვიკიპედიის დონეზე მაინც 1953 წელს 12 ივლისს პეტრე პავლობის ღამეს რა გენოციდი მოუწყვეს უკრაინის ტერიტორიაზე ეთნიკურ პოლონელებს. გენოციდიც არის და გენოციდიც, მაგრამ რასისტიკით უსწორდებოდნენ ჩვილებს, მამაკაცებს, ქალებს. 10,000-მდე ადამიანი ებრაელებს მასობრივად. კი, 10,000-მდე დახოცეს პოლონელები, რამაც აიძულა ბოლო-ბოლო უკრაინის დიდი მეგობარი პოლონეთი 2016 წელს ეს დღე გამოეცხადებინათ უქმე დღეთ და გლოვის დღეთ და ასე შემდეგ, ხომ? რაც ხელს არ უშლის დღეს იფიცებიან, რომ ჩვენ უკრაინას ვერ დატოვეთ და ვერ მივატოვებთ, მაგრამ თქვენ გჯერათ ამისი, მე ამისი არ მჯერა. ეს მეორე. მესამე. ალბათ ხართ ნამყოფი ბელარუსიაში, ბელარუსში, ხომ? სადაც მთელი რიგი სოფლები თავისი მოსახლეობით, ბავშვებით, ქალებით ცოცხლად გადაწვეს. გადაწვეს ვინ? გერმანიის ნაცისტების ვერმახტის ფორმაში გადაცმულმა უკრაინულმა ბატალიონებმა. მათი სახელებიც კი არის შემორჩენილი, ასევე ვინმეს თუ აინტერესებს ამ სისასტიკეზე წაიკითხოს და გაიფართოვოს თავისი აზროვნება, ჩაწვდნენ და წაიკითხონ. გერმანელი ნაცისტიც კი ვერ უკიდებდა სანთელს იქ, სადაც დიდი სიამოვნებით წვავდნენ ბავშვებს და ქალებს უკრაინელი ფაშისტები და ნაცისტები. ესენი წამოვიდნენ და მათი შვილმა და შვილიშვილებმა ზუსტად ბანდერა და შუხევიჩი და ასე შემდეგ გამოაცხადეს ეროვნულ გმირებად და მათ მოახდინეს სცენარი იმ სისხლიანი მაიდანის, სადაც მათი კარნახით სნაიპერები ორივე მხარეზე მაქსიმალურად იწვევდნენ აი ამ სისხლისღვრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ერთი მომენტი იყო, ვიდრე ომი და 2022 წლის ომი დაიწყება და თუ არ ვცდები 2 წლით ადრე. საკმაოდ დიდმა ნაწილმა ამერიკის კონგრესის, ანუ უმრავლესობა არ იყო, ვერ დააგროვეს უმრავლესობა და ჩავარდა ეგ პროექტი, მაგრამ შეტანილი ქონდა საკმაოდ დიდ ნაწილს აზოვის ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების 2018 წელი იყო თუ არ ვცდები, კი ბატონო, კი. ასე რომ ამერიკამაც, დასავლეთმაც, ხომ? ძალიან კარგად იცის იდეოლოგიური განსხვავება დასავლეთ უკრაინასა და აღმოსავლეთ უკრაინას შორის. მათი ერთიან სივრცე და ერთიან სახელმწიფოს წარმოჩენა არის ისტორიული უსამართლობა. ესენი ერთმანეთთან შეუთავსებლებია. ჩვენ ვამბობთ, ხალხად შევახეთ ისტორიას. ისტორიას მაშინ აქ ფასი ერთი პროპაგანდისტულად ყვები და მეორე რომ დაახლოებით განჭვრიტო ხვალ რა მოხდება. ხო. ჩვენ აქ უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს როგორ გაყალბებული ისტორიას ყვებით, ახლა რაღაც დაერათ არის ომის ეს წარსულში და თუ ძაბნისტორ რაღაცა შეხვდა ხე. უკრაინის როცა მიწები აჩუქეს, იქვე უნდა ითქვას, რომ აჩუქეს სიყვარულის გამო კი არა, სწორედ იმ გიდა სეპარატიზმი დავარქვათ, გიდა დამოუკიდებლობა, გიდა მიუღებლობა, რომელიც ხონდა დასავლეთ იმ უკრაინის ნაწილს. ამის გასაზავებლად. კი. და სინამდვილეში მათ თქვათ, აი საბჭოთა კავშირის დროსაც ვიწევდა კლუბთან და მეგობრები მყავდა ისინი. მათ საერთოდაც არ უნდათ ეს, ასე ვთქვათ, ეს უკრაინა. მათ უნდათ ცალკე
თავისით ეს ლოგიკური იყო, აი შენ ხარ რადიკალებს ამბობ, მაგრამ მათი ეს უკრაინის პატრიოტობა უკვე გადავრცელდა გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც რეალობასთან არ იყო, ესე ვთქვათ, კავშირი. მეც გეტყვი. ისინი ესეც უნდა ითქვას, დასაკვირველი იბრძოდნენ აქეთ მხარეს, აქ წინააღმდეგ, მაგრამ ებრძოდნენ გერმანელებსაც. მათ ესე არ ქონდათ იმათ წარმოდგენილი, რომ გინდა თუ არა ეს ყოფილიყო, ის გერმანელებს იყენებდნენ, ებრძოდნენ პოლონელებსაც, რომელთადაც ისტორიული ტრობა ქონდათ ესე და პოლონელები მათ თქვათ სიმართლეც ესე რომ მათ უკრაინელების პოლონელებისადმი ზიზღსაც შემთხვევაში განაპირობებდა ის რომ უკრაინელები მათ საუკუნეების განმავლობაში მეორე ხარისხოვან და მესამე ხარისხოვან ადამიანებად თვლიდნენ ეს იყო დასაცინი ობიექტი ბუნებრივი აქედან პასუხი და ასე შემდეგ ის გადახედეთ მათი წერალია რუსულენოვანი ტარას ბულბა ძველი ნაწარმოებია ის სპარსელებს არ ებრძოდა ტარას ბულბა და მეც გეტყვი თქვაჩვენის მიჩქვალულია წელი არ მიდა მოგატყუო მაგრამ სტალინის სიკვდილისპერე მე მგონი 55-ში ლვოვის მისადგომთან გაიმართა ბრძოლა დივიზიების დონეზე სადაც ეს უკრაინელები მითხამდე იყო გაძლებული და სატანკო ტანკები მონაწილეობდნენ ეს ღია ამ სიტუაციაში და ამის შემდეგ რა მოხდა იცი წარმოიდგინე საბჭოთა კავშირი უკვე სტალინი ისე წავიდა საფლავში რომ ამას შეეგუა იქ გაუხსნეს საზღვარი და დასავლეთ გერმანიაში გადავიდნენ ეს ოფიციალურად ეს მიჩქვალული იმიტომ რომ ეს იყო დიდი სილის გაწუნა ნუ ახლა და აი ეს უკრაინელი კანადაში რო არიან უკრაინელები ათი თავმალობი ანუ ამას ჰქონდა ეს ისტორია ანუ ეს იქნა გამოყენებული აი ესე ვილაპარაკოთ უკრაინელი ხალხის დასავლეთ უკრაინელი თუ როგორც გვინდა უწოდოთ თვითგამორკვევისათვის ბრძოლა და პატრიოტიზმი აი როგორც ირლანდიაში გადაიზარდა მე პატრიოტიზმი ირლანდიაში თუ მარტო იმით ვიჯელებთ რომ ტერორისტულ აქტებს ახდენენ ის არის მაგრამ თუ არ გავიხსენებთ იმ ისტორიას რაცაც ინგლისელები ჩადიოდნენ ანუ ცარიელ ადგილას არ ხდება რატო სულ სურათი რომ დავიდა და ეს იქნა დაფუძნებული ეს იქნა გაღვივებული და აი ამას დაეფუძნა მთელი ეს ამბავი მაგრამ შენ რაც აფხერებ დასაკვირველი ამას მთელი უკრაინა არ თალაუგზნობდა და ერთ აბსოლუტურ უტყვარ ფაქტს გეტყვით ნახეთ რა საოცარია ეს YouTube-ი რო ყველაფერს ინახავს ზელენსკი მოვიდა აბსოლუტურად ანტისაომარ ყაიდაზე ანუ ესეთი და მას იმიტომ დაუჭირეს მხარი რომ გამოკვეთილად ანტისაომარი სიტუაცია იყო და მეც გეტყვით ეს ხო ყველა ვიცოდით და აგერ ამის გავცელა ჩვეულებრივი აგერ სახიობია მოგეხსენებათ და ჩვენ ვთქვათ საქართველოში გასაგები აქვს წყით სააკაშვილის და საქართველოს დაცინის ომის მერე და ეს აქ ითვლება რომ რამ სახიობიაო და ნუ სახიობი ანუ ამობენ რომ სახიობი თუ არ მორალი არ უნდა ქონდესო კაი ბატონო მის საქმეა მაგრამ არის მეორე ვიდეო რომელიც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ ეს არ არის იმორისტული საგერესელ პოლიტიკოსების განჯის საგანი სადაც ის ორი ვიდეოა სხვადასხვა და TikTok-ზე ძდებს და იმაზე შეუძლია მონახონ ეს როგორი ფაქტია ეს უნდა იტრიალოს არ ვიცი თქვენ ანახი გაქვთ თუ არა მე მგონი შენ გადმოგიგდე ერთში ამბობს თავი დავანებოთ რომ ენაზე ლაპარაკობს და ეს არისო რუსული ენა ეს რუსული ენა არის ეს ენა აი მე რო ეხლა ლაპარაკობ და ჩვენი ენა და მოკლედ თუ აი ოდედა ენავ და რა ერთიანი ხალხი და რაღაც აბსოლუტურად და ნუ ეს ერთიანი კი არა ეს არის ეს ერთი მაგრამ მეორე ვიდეოში მაგრამ არა და მეორე ვიდეოში ის დასცინის უსაზო დონეს სწორედ აი რაც შეთქვი უკრაინულ ფაშიზმს აი ბატალიონებს პირდაპირ ესაა და ეს არის მისი ანუ ხეს თვითონში ხო არ არის უბრალოდ არა ესე იგი ეს იყო აი ამ იდეოლოგიაზე იყო მოსული და ხალხმა ჩათვალა ეს მაგრამ უცებ მოუწია ესე ვთქვათ შეტრიალება და აკეთებს მან უკრაინულს არ იცოდა კარგად ხო და მან აკეთებს მოვიდა სოციალურ სამართლიანობაზე გადაიღეს ეს ფილმი, გააკეთეს ეს პროექტი და აბსოლუტურად და ესე იგი ანუ სხვა რამე სელოდნენ და სხვა რამე მიიღეს უკრაინელებმა. ხა რა გაწყობა არის დღეს? ამაზე მე არ ვიკამათებდი შეგ, იმიტომ რომ არა, ეხლა რთულია. ახსენა დათოფს რაღაცა, ნახე, იქ იყო უკრაინულმა
პირობითად ვილაპარაკოთ, ხო, რადიკალური, როგორც გინდა დავარქვათ, პატრიოტი, რაც მოკლედ იმაზე იქთა დაფუძნებული უმცირესობის ბატონობა იყო. აქ იყო ლიბერალების ბატონობა და ამიტომაც არის ეს რეპრესიებს აუცილებლად გულისხმობს, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ რეპრესიების გარეშე უმცირესობა ვერ იბატონებს და რეპრესიები და იდეოლოგიზირებული მანქანა, რომელიც განუწყვეტლივ გეუბნება, რომ არა, ჩვენ უმრავლესობა ვართ და გაგახსენებ ერთ რამეს. მე აუთ გვარს არ გეტყვით, თქვენ არიან პოლიტიკოსები, კვლევები რო ტარდებოდა, ხალხი მაშინაც კი გაოცებული აუდა, ვახ ეს რო და ყველაზე პოპულარულად სახელდებოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრმა მაშინ უბრალოდ არც იცოდა ვინ იყო და მე საერთოდ მიავიწყდათ. რატო იყო, რომ გაჩვევთ, გეუბნებოდნენ, რომ ყველა სხვა დახშულია და აი იყო ყველაზე პოპულარული, ეს არის ყველაზე ძალა, აი ეს უმრავლესობა არის, აი ეს არჩევნებია, აი ეს ამბავია, აი ეს ამბავია და აი ეს ამბავი იყო რეალურად რო ვილაპარაკოთ. მე ვასიკოს აი ამ აზრს გავაგრძელებ რა კონტექსტში. ეხლა ტრამპის ერთ-ერთი ძირითადი მანტრა არის ამ ომთან მიმართებით, რომ მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტიო, ეს ომი არ იქნებოდა და არ დაგვავიწყდეს რომ ყოფილიყო 2020 წელს ტრამპის გამარჯვება აღიარებული და დაფიქსირებული და მას გაეგრძელებინა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა, ეს დაემთხვეოდა ზუსტად 2019 წელს არჩეული ზელენსკის საპრეზიდენტო ვადას, რომელიც აბსოლუტურად ვეთანხმები ყოველგვარი რაღაც მილიტარისტული შიზოფრენიის და სიგიჟეების გარეშე მივიდა და გაიმარჯვა იმ არჩევნებში, რომელსაც მართლაც ჰქონდა თავისი ურყევი პრინციპიალური დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით, რუსულ ენასთან მიმართებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ შედგა ტრამპის პრეზიდენტობის გაგრძელება და კიევში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოვიდნენ ის ძალები ბატონი კენტის მეთაურობით, რომელმაც სულ სხვანაირად დაქოქა პრეზიდენტი ზელენსკი, გადაფორმატება მოახდინა მისი წინა საარჩევნო იდეოლოგიის და აზროვნების და ჩააყენა ზუსტად იმ deep state-ის და იმ ომის პარტიის, ასე ვთქვათ, საქმეში და ის გახდა უკვე მძევალი სიტუაციის, რომლითანაც ვეღარ გამოდის დღემდე. და დღეს ჩემის აზრით ერთადერთი რაც ამოძრავებს ზელენსკის, ეს არის პირადი უსაფრთხოების თემები, როგორ შეიძლება პირადად ზელენსკი გამოძვრევს ამ სიტუაციიდან, რომელშიც მე დარწმუნებული ვარ 2019 და 2020 წელში ეს სცენარი, ხო, აი კოშმარულ სიზმრათაც არ დაესიზმრებოდა. გარკვეულწილად ადამიანურად, ხო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მძევალი, ეს არის ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ეს ერთი. მეორე რაც მებადება რა, აი ამ დღეებში განსაკუთრებით, რომ 31 იანვრის შემდეგ ტრამპის აქტიურობა ამ სამშვიდობო პროცესში მკვეთრად იკლებს რა. რატომ 31 იანვრის შემდეგ? იმიტომ რომ ეს არის ბოლო თარიღი, როდესაც 2025 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენა სრულდება. და თუ 31 იანვრამდე რაღაცა ნობელის პრემიას ასე მნიშვნელობას ანიჭებს? იცით რა, მე არ ვანიჭებ, მაგრამ ადამიანი თვითონ არ ხუმრობს. არა, იცით რა. არა, არ ხუმრობს. არც ერთი პრესკონფერენცია, ყველა ბოლო პრესკონფერენცია უკანასკნელ გადაახვიეთ, გადახედეთ. მუდმივად აპელირებს იმას, რომ მე 8 ომი გავაჩერეო. მე 8 ომი გავაჩერეო. შუალედებში მართალია ამ 8 ომ გაჩერებულ ომში არის ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩერებული ომი, თუ ტაილანდსა და სომხეთს შორის გაჩერებული ომი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, ეხლა არ ამგონია. ისე იგი როგორ არის, ცი? შენზე ვთახარები ქვევით როგორ აგიყურებ წყალსაო, მაგრამ მე მაგალითად გონია, რომ ეს ნობელის პრემია მინდა, ეხლა თუ ეს არ ხუმრობს, ამეტანი ტყვედ ლახად ყონია საქმე ახლა რა. ეხლა ერთი პრეზიდენტი ჩვენ გვახსოვს ახლა მედლები რო უხარდა და იმის ჰქონდა გეტეოს მედალიც ჰქონდა და ყველანაირი მედლები ეკიდა. ხო და ფაქტია, მე გადავამოწმე ეს ინფორმაცია, რომ 31 იანვრამდე ბოლო ვადა, როდესაც ნომინანტების, ასე ვთქვათ, მიღება სრულდება და ეხლა თუ სერიოზულ მიღწევას არ ქონდა ადგილი ამ უკრაინის ფრონტზე, ნუ მაშინ ტრამპს სულ სხვა ინტერესები ექნება 2026 წელს, არანაკლებად მნიშვნელოვანი, ეს არის 250 წელიწადი ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებისა, 4 ივლისს
და მე მგონი რომ ტრამპი შეეცდება აი ამ თავისი მაგა ფორმულის რაღაცა ხორცშესხმას იმ დონემდე რომ რაღაც განსაკუთრებული თუმცა ერთიც არის ვთქვათ რომ ეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი არის ციცინათელასავით არის რა ძალიან მოკლე ვადით არის აი 26 წელი და უკვე იგზნობა მერე დაღმართი კი ბატონო მაგრამ მან და ერთი მომენტი ამნიშნულოვანი ეხლა გაიმართა აი ამ იმისი რა ქვია turning point USA-ის დიდი ფორუმი სადაც ვენსი გამოვიდა და რა ძალიან საინტერესო ანუ რეალურად მაგას ესეთი ბირთვის შეკრება პრინციპში ესე ვთქვათ ხო სადაც ვენსი სიტყვით გამოვიდა მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩარლი კირკის მეუღლის გამოსვლა სადაც პრინციპში შეიძლება ითქვას პირდაპირ თქვა რომ ვენსი არის მაგას შემდეგი კანდიდატი კი ბატონო და შესაბამისად ეხლა იწყება ნაადრევად 3 წლით ადრე არჩევნებამდე იწყება ახალი კანდიდატის მომზადება საპრეზიდენტო. კი ბატონო, მარკო რუბიო დაეთანხმა რომ თუ მას ნომინაცია ექნება მარკო რუბიო მხარს დაუჭერს. კი ბატონო. ანუ რეალურად ჯეი-დი ვენსი რესპუბლიკელების შეიძლება ითქვას უკვე წინასწარ დასახელებული კანდიდატია, თან ისეთი რომ შეიძლება ოპონენტიც ვერავინ ვერ დაუყენა. რუბიოს ჩააბარეს აშკარად ჩააბარეს ლათინო ამერიკა, ვენესუელის საკითხი გადაწყვეტა. და ასე შემდეგ, რასაც ის დაჯერდა, რუბიო მოაცილეს, ანუ ევროკავშირის საკითხებს, რუსეთ-უკრაინის თუ სხვა ტიპის საკითხებს და ამზადებენ, როგორც ჩანს, ვენესუელაში რაღაც ჩანაფიქრის ხორცშესხმას და დასრულებას და არა მხოლოდ ვენესუელაში, გრენლანდიაც გააცოცხლეს. ჩინეთის საკითხებით შეიძლება რუბიოს, ანუ ისეთი უხერხული მომენტები ჩააბარეს რუბიოს, მაგრამ ის პოლიტიკური საგარეო პროცესები, ხო, სადაც დევს პერსპექტივა, მათ შორის მაგას პროექტის ფარგლებში, აშკარად დივენსის ხელშია ჩაბარებული. და ბოდიში დავასრულებ 2026 წლის შემოდგომა, ამით დასრულდება 2026 რთული წელიწადი ამერიკისთვის, არის კონგრესში ეს შუა საშუალო გაემზადეთ წაგებისთვის. კი ბატონო, ესეც კი თქვა. და ანუ მოკლე კი არის ტრამპის ეს ვადა, მაგრამ რეალურად ეს ამ ვადის გამოყენება მიდის იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა შეინარჩუნონ პრეზიდენტის პოსტი. მიდის, მაგრამ ისიც არ გავიწოდეს, რომ პირველი თვეების შემდეგ ახლა ჯერჯერობით მე ნობელის პრემიაზე უფრო მეტად შეიძლება ვწდები და მაინც ბრეჟნევის მასთან გვაქვს სინდრომთა საქმე, მაგრამ მაინც მინდა მეგონოს რომ მაინც დიდი პოლიტიკასთან არის საქმე და მიდის რომ მას უნდა მან უნდა აბწიოს ის რეიტინგი ესეთი არდახული დაბალი რეიტინგია რომელიც სულ უფრო ქვემო თბილისს იმიტომ რომ მის მიმართ იზრდება ძალიან იმედ გაცრუება ყველა მიმართულებიდან იმიტომ რომ ხა თვლა სხვა მაციცის რო ამდება ინც რა ის რაომი და უყურებენ ახლა და დაწუილობს ესე იგი ტელევიზორ ჩართავ ესე იგი და რამე არ მოხდეს გვერდზე და გაიწიო ხო და ფაქტიურად ახლა ისიც რომ გძელბადიან ამბავში ადამიანებისთვის შეღავათი არ არის ახლა ისი ამბობს მე რომ ყოფილიყავი და ესო დაიწყო და რა ეპიტეტებს აღარ ამბობს ხო ხერხულეც არის ახლა გონდაკარგულ ადამიანზე ერთი ლაპარაკი და მაგრამ ახლა რა შეღავათია ახლა გამოგეგონა სხვა ქვეყანაზე იყოს ლაპარაკი და ანუ იმ ყველაფერ დანაშაული ესე იგი ჩაიდინა ამერიკა ხო რასაც ემაზეა ლაპარაკი და ეხლა დანარჩენი მსოფლიო რას ელოდება და რატო არის არასტაბილურობა ესე იგი ახლა ფიქრობენ რომ ეგ იმის არ იყოს მონეტა ხო ან მოიგებს ეს ტრამპი და ან არა და დიდი შანსია რომ წააგო თუ წააგოს ესე იგი დაიწყება თავიდან ახლა USAID-იც აღდგება მე გამოვა რომელიმე რამე ისეც კი არ მომობ ამერიკელი ხალხს გადასაწყვეტია მენაში არ ვკითხავს მაგას არავინ მაგრამ გამოვა ვიღაც პრეზიდენტი ამას იტყვის რომ ესო ის იტყვის მე კი არ ვამბობ ეს იდიოტი ტრამპი ორებს აკეთებდაო და ეხლა ჩვენ უსასწრაფოთო და აბა და თუ მიაწია მანამდე უკრაინამ თავი არიქა გავაგზავნოთ ახლა რატომ 2030 დადგება ევროპა რუსეთის შეთქმულების თეორია არ არის ეს ახლა რასაც გეტყვი და ყველა ვიცით მაგრამ ყოველ დღე პოლიტიკური ძილობისა თუ კულტურის გამო ამას სამდაუწო არ ვამბობთ რომ ამერიკის პრეზიდენტი არ არის ყველაფრის გადამწყვეტი ახლა deep state-ი დაარქვი და გინდა რა დაარქვი მაგრამ შენ მაგალითად არ გადაგირიცხია და თუ არ ჩენს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ფული ეს ვიცი ზუსტად მაგრამ იქ ამერიკის პრეზიდენტი ვინ გახდება ხოლმე ვიგებთ იმ შემოწირულობებით რომელსაც რიცხავენ და რიცხავენ ისინი ვინც ფლობენ ამერიკას ფლობენ პირდაპირ მნიშვნელობით, აქციებით და ფულით, ვინც საკუთრებაში ფლობს ამ იმას რა ქვია.
ფულს ისწვეთს ამ სიტუაციას ისწვეთ და ნახე ომიდან ესე ვთქვათ ეს ეშვებოდა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ახლა თვითონ ეგეთ ანუ ის რომ პრეზიდენტი ახმოვანებს ამ სიტუაციას რა ის ამერიკის პოზიციონირებიდან გამოდის სიამოვნებაში ამერიკას მაშინ აწყობდა ეს სიტუაცია ახლა აღარ აწყობს და ჩვენ როცა ევროპელებზე ვამბობთ რომ ესე იგი ახლა εμას უსისინებენ ამერიკამ ახლა ერთად შეატოვა ესე იგი ამ ევროპას და εμას რა ქვია უკრაინა შეატოვა ეს ომი მე ყველა კი არ ვთქვა შეურაცხყოფის ევროპამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც კი და ამაში ჩვენ რომ ვისწრაფოდით ევროპისკენ ამაში ცუდისებით არ ვამბობ მაგრამ ეხლა ცუდისებით არ ვამბობ მაგრამ არ შეიძლება რომ ბალეტის როცა გვავდა მე როცა შტანგისტობა მოინდომოს ბალეტი და ბრწყინვალე არის ხო ამბავი და დადიხარ ოპერაში არ მიდიხარ იმისთვის რომ ბრძოლას უყურო წესებს გარეშე მეორე მსოფლიო ომისთვისაც ევროპა უკვე გამოჩნდა ახლა რომ ვილაპარაკოთ რომ ეს არ იყო ომისთვის მზად ისე როგორც ახლა არის 400 მილიონი უზარმაზარი ეკონომიკით და რუსეთი ესე იგი ბრუნად არ უნდა ყოფნიდეს წესით აი მანდრო ერთი მუშტი დაარტყას ხო და რო შეძლოს მაგრამ მანდ თავარი რომ არანაირი განწყობა არ იყო ესეთივე იყო მაშინ ევროპაში ახლა ჩვენ შიში დიდი თვალები აქვს და გიტლერისგან ახლა კეთდება რაღაც საშინელი გიტლერი იყო პირველ მსოფლიო ომში მიწაზე გართული ქვეყანა რეპარაციები გადახდილი სულ 5 წელი არ იყო ხელისუფლებაში მოსული ხო და მასზე გაცილებით ძლიერი იყო ესე ვთქვი ევროპა მთელი განწყობა რა შეიყო არ უნდათ ომი ფრანგები ჩვენ გვაქვს ცნობილი გამოთქვა ხო ის რო აწერდა ხელს და გიტლერის და აწია ხელი და იქ იყო რა ფრანგებთანაც წავაგეთ ომიო საისტრაქ ბოლომდე იცავდნენ ფრანგები და ეს დეგოლი იყო დიდწილად სტალინის პროექტი და ეს თვითონ ფრანგები და ჩვენ მთელმა ისტორია ვიცით რომ ფრანგები იბრძოდნენ გერმანელებს წინააღმდეგ რა იბრძოდნენ და იყო იმაზე უფრო ფაშისტური ქვეყანა ლამის ვიდრე გერმანია ხო მაგრამ არის ომს და ეხლა მიდუმეტეს ეს არის ღვთისმადლით მარტო ეს აქაურები ჩვენებიც რო არიან მარტო საყიდლებზე ხوارნაია რომ ევროპაში რაღაცა ხუნა დაელაპარაკო იქაურ განწყობას უნდა ელაპარაკო იქ უნდა ელაპარაკო გაგება ესე იგი გაგონება არ უნდა ომის თუმცა იქ ამობენ რომ უკრაინაში წყდება აგერ შორს არ გეტყვი ევროპის წინაზეც გითხარი ევროვიზიაზე და თუ მთელი ევროპა იყო ჩამოსული და ნუ ეს ის ხალხია აი რო იტყვია რომელიც კარგად ინფორმირებული ხალხია ტელევიზიონშიკები ესე რო ვთქვა ოღონდ ძალიან მაღალი რანგის რომლებიც პოლიტიკას ქმნიან და ამავე დროს უსმენენ იმ ხალხს ვინც პოლიტიკას ქმნის და შეხვედრაზე ვიყავით ახლა ვიცნობთ და ესეთი სიტუაცია ბუნებრივია ჩამოვარდა ომი და ძალიან აქტიურად საუბრობენ ამას და მე ვკითხე იქ და წინა პოდკასტშიც მოვყევი რომ კი მაგრამ თქვენ რომ ამას საუბრობთ მე რა განწყობაც თქვენ მზად ხართ ომისთვის აი თქვენ აი როგორი სიტუაცია იყო იცი ლამის იქ გამოვა არა რას ლაპარაკო აი მოიხედეს ეს შავ სიზმარში არ უნდათ ამას გადაყვება ნებისმიერი მთავრობა ამას პასუხი ევროპაში როგორც კი ის ოდნავ მართლა იტყვის ესე იგი ისე წამოიწრუწუნებენ ხოლმე თან როგორ წამოიწრუწუნებენ იცი რომ ომი რო საერთოდ რო არ იცის ესე იგი და თეთრი იმით რო არის რა ქვია საყელოთი და იმითი რა ის და ომია მეტო გეუბნები 400 მილიონი ევროპელი 400 მილიონი ევროპელი და 150 მილიონი და რუსეთშიც არ წარმოვიდგინოთ ხა ყველას თავის პრობლემები აქვს და თავისი ჩონჩხები აქვს კანადაში და ნახევარი მოსახლეობა კიდე რას ფიქრობს კაცმა 10 ჯერ ნაკლები ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის ხო 10 და ატომიც აქვს და ნუ ეგეთი სიტუაცია და ჩვენ აპა შეცარობი დღეს არის ბოლო დღე კვირეულის პარიზში მიმდინარე რუსეთის ფილმების კინოფესტივალის კვირეული სადაც კინოთეატრებში ტევა არ არის იმდენი ხალხი არის და ისეთი ხალხი არის და გუშინ წინ კიდევ ერმაკის ყოფილი შეფის ასე ვთქვათ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მებრძოლი და ფუნქციონერი დააკავეს საფრანგეთში და დაპატიმრებულია და ამაზე არის ატეხილი მთელი რაღაცა. მაინტერესებდა ხო არ იცი ეს ერმაკი წავიდა ფრონტის ხაზზე. არა, ფრონტის ხაზზე წავიდა სადაც. აი რო არის მაგათი ჟურნალისტი რო არის. რუსებს აქვთ ესეთი ანდაზა სხვათა შორის. კი. ის იმასთან ერთად იბრძვის. ხელი მოსთხოვოდა ცოლად მოიყვანო სხვადასხვა რაღაცეები არის. თუ ოდესაში ამბობენ ამას, ამიტომ კითხვა რომ ომში მივდივარ, მაგრამ ნუ ალბათ არ წასულა ხო და აი ამ დღეებში ხდება კიდევ
ზუსტად აი ამ საფრანგეთ გერმანიის აი როგორ გითხრათ ეს ხო ისტორიული ანტაგონისტურად განწყობილი ორი სახელმწიფოური ქვეყანა ორი ერია ხო გამორიცხულია 5 ჯერ რომ თქვას დონალდ ტრამპმა რომ მე სომხების და აზერბაიჯანელების მრავალსაუკუნოვანი მტრობა და ანტაგონიზმი დავასრულე და ომი დავასრულე და მშვიდობა ჩამოვაყალიბე ხო ეს ვერ ხდება ალბათ ხო ვერ ხდება ეს ერთ დღეში ვერ ხდება გამიგეთ და უცებ იყონოსა თუ არა საფრანგეთის წარმავალმა პრეზიდენტმა რომელსაც გაისათ არანაირი შანსი არ აქვს თქვა გამარჯვებისა იყნოსა რაღაცა იცვლება ეგრევე დაიჭირა სულ სხვა რიტორიკა პუტინთან შეხვედრის მზაობის თაობაზე და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე ფაქტიურად დაუპირისპირა საკუთარი თავი ვის გერმანიის კანცლერ მერცს ამიტომ აი როდესაც საუბარი მიდის იმაზე რომ ერთსულოვნება თუნდაც იმ 90 მილიარდის გამოყოფის თუ გამოყენების თაობაზე ხომ არ არსებობს ესეთ ერთსულოვნება დღეს ევროკავშირში და მე მეგონა ტრიგერად და კატალიზატორად აი ამ რაღაცა ანტაგონისტური შიდა სამზარეულოს წიაღში რაღაცა დაძაბულობისა ხო თქვათ ჯანდაბას თუნდაც პოლონეთის მხრიდან მე იმაზე უნგრეთზე და სლოვაკეთზე საუბარი არ მაქვს მაგრამ როდესაც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა იტვირთა თავის თავზე აი ამ ტრიგერის და კატალიზატორის როლი ხო ეს იყო ჩემთვის იმის ნიშანი რომ მართლაც მიმდინარეობს ეს პროცესები ცენტრალური ევროპის ჩამოყალიბებისა და მისი თქვა დაპირისპირებისა იმ დასავლურ ევროპულ ეგრეთ წოდებულ ფასეულობებთან. სხვათა შორის მეტიც Financial Times-მა დაწერა რომ მაკრონიც კი არ დაეთანხმა რუსული აქტივების გადაცემას. მაკრონიც არ დაეთანხმა. საჯაროდ თანახმა იყო. ჩამოვთვალოთ. როცა დაიწყო ეს შეხვედრა და რომ დაიხურა კარი და კარს მიღმა, იქ ბელგიის პრემიერის ხარ დაიჭირა. კი ბატონო, ჩამოვთვალოთ რა, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ავსტრია, პოლონეთი, იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ხომ? ბალკანეთის აი ყო სლოვენია ყოველ შემთხვევაში შეიძლება დღეს არ იძახის არაფერს და არც არის დიდი მოთამაშე მაგრამ ჩვენ გავალთ ზუსტად იმ 27 წევრი ქვეყნიდან რაღაცა ნახევარზე რომელსაც დღეს სულ სხვა აზრი აქვს ჩამოყალიბებული ბატო მეც გეტყვი ევროკავშირის აი რომ ვთქვი თვითონ ევროკავშირის სტრუქტურა ბიუროკრატიის გარდა ქვეყანას ეს ჭკვატყოფილ პრემიერს ეს არ უნდა აწყობდეს არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ის რო არის მათი დიდი მეგობარი ნატოსთან რომ ვილაპარაკებთ პუტინი ხო? იმან უფრო რომ მომენტალურად გავზადებულია გიპასუხებთ ადეკვატურადო და იქ ახლა იმიტომ კი არა და კარგიც არის ეს პრეზიდენტი ღმერთი კი არ არის იქ ყოფას უტირებენ პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ ის ნიშნავს რომ იმ წუთში მოახდენს იქ ნაციონალიზაციას აბა ეს მშვიდად რო არის პუტინი ვინც კიდევ საქციები და ისინი გამოაცხადა რომ უყვართ ხოლმე იქ ყველაფერი ამობენ ვინც არის ჩადის მოსკოვში ჩაოლურად გადავიდა და სახელები გადაარქვეს და ჩაოლურად მუშაობს ის ყველაფერი და ზოგიერთმა სახელიც დაიბრუნა. სახელი და ეს თავისთავად და ხო და რას გეუბნები რომ ეს თემები არის საზედაპიროთ და იმას არწყობს ურსულას და თქვათ მის გუნდს თორე ქვეყანას ამას ახლა მაკრონს უცებ რო აღმოჩნდეს რომ ჩადებული აქვს იმას აქტივები მთელ აქტივებს აიღებს და კიდე კაცმა არ იცის მოგებულ საბოლოო ჯამში როგორ ამათ იციან რომ შეთანხმებული არიან და თურმე კანალი და უკვე ამბობენ 2030 წლამდე მინიმუმ 2030 წლამდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას რომ არც პუტინი იქნება და არც მაკრონი და არც ამბავს სხვა რამე იქნება კომუნისტ რო ყირდებოდ 2030 წლამდე ომი არ იქნება ანუ გეუბნებიან რომ დათო გავანებე ხა თავი და მოკლედ შეირგე შენ როგორც ახარ და მაწარე აგერი ვსქენი შენც ხო და აგერი არიან ეს უკრაინელები და საწაგულენ და ხოცე აგერა და იყავი შენ ამბავს მეც გეტყვი ხო ომი ჩვენ სხვადასხვა კიდე ნაკლებად ვამბობთ ამას. ეს იყო ჩვენი დიდი წვლილი ხო ნატოს ამბავში. აბა რა ვჯიდა ჩვენი ისტორია არ გვეყოფა ჩვენი ტანჯვა და ნატო რა იყო რომ იქნება ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა ქოლგა ეს ხალხი სალაპარაკოა რა ქოლგა. ავღანეთი აგერ. სუომი უნდათ და ბალტიისპირელები ეს თავისთავად ხალხთან არა ხალხი ყველგან ერთნაირია და ნორმალური და ადამიანები არიან მაგრამ ეს პოლიტიკოსები ეგ არის ყომი რამდენი ადამიანი ვიკიპედიის საშუალებით რამდენი ცალია წასული ბალტიისპირელი ცალი წასული იქაში ანუ რო ეძახი ჩვენ
ესტონეთი მე პატარობით ვინ უნდა დაიწუნოს ეგ სან-მარინო შემოვლოს რა ძვირფას ქვეყანაა და თავის დიდი ისტორიით მაგრამ სხვათა შორის სან-მარინო 8 წელი ჯარისკაცი ყავს სულ გითხრა ომში 20% დაგარგა მოსახლეობის ხო მართლობა 10 ჯარისკაცი ყავდა და 2 დაეღუპა და 20% ეგარ და სხვა შორის პროტესტს აგზავნეს ხოლმე სან-მარინო რომ გამარჯვებული ქვეყნების რიცხვში მომიხსენიეთო მეო აუცილებლად და გამორჩებათ ხოლმე სან-მარინო თურმე ესე არის ესტონეთიც ხო აბა ერთი რას მონაწილეობდა და ჩვენო რო გამოვიდა ისა და ჩვენო ბოლომდე მზათავართო ვიომებთო ამას ვიზამთ იმას ვიზამთო და ბოლოში აგერ ჩვენთან იყო საინფორმაციო და ბოლოს წერია რომ ჩვენო ჯარსაც გავაგზავნით უკრაინაში წავიღე ინფორმაცია ესე რა გულზე ყოფილა ოღონდ უსაფრთხოების გარანტიას თუ მოგცემენო ესე იგი ჯარი ესე იგი ეხლა ეს უკვე ნორმალურ იმაში გადავიდა ჩვენ ესე ვკითხულობთ რომ ჯარი ამობს რომ მე დაგეხმარები ოღონდ შენ მომეც ჯარს მომეცი უსაფრთხოების გარანტია აბა კარტოფილის ასაღებად რა უნდა ხო და რა ის საომარი გაწყობაა თქო მაგას გეუბნები არავით არის საომარი განწყობა არ არის და იქ გაცხადებების წერა დაიწყეს როგორც გეომზე ლაპარაკობენ თუ ჯარში რო შედიან და მე გაცხადებებს არაფერს არ გეუბნები ჯარის შემადგენლობაში ამ მულტიკულტურული პოლიტიკის შედეგად როგორი შემადგენლობა იმ ჯარში და იმ ჯარში იმიტომ მიდიან რომ გარანტირებული ხელფასია და ასე შემდეგ და სრულიად არაპირებენ ეს ახალი ევროპელები, ძველი ევროპელები ხო საერთოდ გაგონება არ უნდათ, მუშაობა აღარ უნდათ, მარტო აქციებზე არიან. ჩინეთში მთელი პრობლემაა ეს ევროპაში, აი ესე გლობალურად რო წარმოვიდგინოთ. ყვავლი აღარ ამოდის უხეშად რო ვილაპარაკოთ, მთელი ევროპა გადაიტანეს ჩინეთში, რომელსაც ჯერ კიდე ჩვენ გვახსოვს. მეორე ხარისხოვან ქვეყნად უყურებენ, დიახ, მეორე უყურებდნენ. და ეს იყო ევროპული დამოკიდებულება, ეს არ ქონდათ მარტო ჰიტლერი ციდან არ იყო ჩამოვარდნილი და ის მარტო იმაზე არ ვრცელდებოდა გერმანელებზე, სლავებზე და გასაკვირველია დალერჩენ მასზე და მათ შორის ჩვენზე დიდი წარმატებით, მაგრამ ჩინეთს აგერ უყურებდნენ რომ ჩინეთი ვინ არის, ეს სხვათა შორის აქაც ეს გადმოედოთ ზოგიერთ ეს აქრო იძახია ხოლმე ვინ არიან კაცო ჩინელები და ეხლა რაღაცა და ეს ჩინელები სოფლიო ისტორია რო იწყება ამ ჩინელებმა ამასობაში ისიც ისწავლეს ჯერ მთელ სოფლიოს მაგათ ასწავლეს ესე ყველაფერი რაც გამოგოდებაა და რა უნდა და ეხლა ამ ევროპაში მუშაობა აღარ უნდათ ის აბათვენი მიწას ისთხრის შენებული ის არის ჯარი ის არის თვითონ არიან ესე იგი ნებივრად და ომი და ფული რა არის ომი და ფული ესე იგი რისი კითხვა მინდოდა აი წეღარაზე საუბრობდით ხო ამერიკის თვალსაზრისით ანუ ტრამპი რა თქმა უნდა ну საბოლოო ჯამში ბუნებრივია ხა ამ თემაზე ალბათ ადრე თუ გვიან რუსების და ამერიკელების მოლაპარაკებების შედეგი გავრცელდება იქ ხო ან რასაც განიხილავენ ხოლმე ხშირად რომ ან ამერიკელები საერთოდ იტყვიან რომ ჩვენ აქედან მივდივართ და რაც გინდათ ქენით და საბოლოო ჯამში ომი გადაწყვეტს პროცესს უღონთ ამერიკელების ჩართულობის გარეშე შემთხვევაში ან მართლაც რუსები და ამერიკელები შეთანხმდებიან რაღაც პირობებზე რომელიც გაასრულებს თუ შეთანხმებულები თუ უკვე არ არიან თუმცა ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ჩანს ის რომ ერთ იმას აღნიშნავენ ხოლმე რომ ანუ მხარეების განწყობები იმდენად არ ემთხვევა ერთმანეთს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამის უკან შეთანხმება არ უნდა იდგეს. იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა შეთანხმება არსებობს და უბრალოდ გაფორმება საჭიროებს, მაგრამ მხარეები ემთხვევიან ხოლმე განცხადებებში, განწყობებში და ასე შემდეგ. აქ არ ჩანს ეს. ჯერ ვერ კაჩავს მე ესეთი ვსტაბეჭდება რომ ვერ გადმოკაჩა ჯერ თვითონ ამერიკა დასავლური განწყობა ვერ დაარწმუნა, თორე მთლიანობაში აშკარად სხვა სიტუაცია. თუმცა არ ვიცი ხა იქ მაკრონის განცხადება მე მგონი ტრამპი გადავიდეს ევროპის პირობითად თქვათ ევროპის მხარეზე რომ შეაძლეს მისი აღსასრული იქნება ძალიან სწრაფი. მანდეთ მინდოდა წავსულიყავით რა რომ რეალურად თითქოს რამ გარდა იმისა რომ აცხადებდა ამას ყველაფერს რომ დასავლეთ ნახევარსფერო და რაღაც ასე შემდეგ ამის გარდა არსებობს კონკრეტული მოქმედებები და არსებობს კონკრეტული დოკუმენტი ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგია რომელიც პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ამბობს რომ ახალი ყაიდის ტრამპის ყაიდის მონროს დოქტრინას უბრუნდება ამერიკის შეერთებული შტატები. და ნუ თუმცა დიდწილად აცხადებს რომ ეს არის ყველაფერი ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში. ანუ ჩინეთი არის ძირითადი ოპონენტი, მთელი რესურსები უნდა იყოს მიმართული ჩინეთის შეკავებაზე. მათ შორის ლათინური ამერიკის დაბრუნება ამერიკის კონტროლ ქვეშ. ეს გრენლანდია იქნება თუ რაღაცა
კარიბის ზღვის ნავთობპროდუქტები იქნება თუ რაღაც ასე შემდეგ და მარშრუტების კონტროლი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩინეთის წინააღმდეგ, აზიაში რასაც გავაკეთებთ, ეს ყველაფერი ჩინეთის წინააღმდეგ. ევროპელებმაც ამაში ფული უნდა ჩადონ ჩინეთის წინააღმდეგ, ანუ ჩინეთთან დაპირისპირებაში ახლა უკვე. მე მგონი ეს არის რა, იცით, აი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში მოახდინა გარკვეული ინვესტიცია საკუთარ მოკავშირეებში. ევროპაში, წყნარი ოკეანის აუზში და ასე შემდეგ. და ეხლა ყველას თხოვს უკან ამ ფულს. ამ დივიდენდს, ესე ვთქვათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში იღებდნენ, ეხლა წამოვიდა, იმიტომ რომ 5%-იანი მარტო ევროპელებს და ნატოს არ მოსთხოვა ეგრეთ წოდებული იმის, რა ქვია მაგას, ქვადის ქვეყნებსაც, ხა, ავსტრიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, რომ 5%-ამდე უნდა გაზარდოთ სამხედრო დანახარჯები. ამავდროულად, რაც დოქტრინაში ვერ ჩაიდებოდა, მაგრამ თვალნათლივ ჩანს. ტრამპს და მის მიდგომას და მის სტრატეგიას და მის დოქტრინას, რა თქმა უნდა, ძალიან აწყობს უკიდურესი გაკოტრება იმ ორგანიზაციის, რომელსაც ჩვენ ევრობიუროკრატიას უწოდებთ, შტაბ-ბინით ბრიუსელში. ეს ჩანს თუნდაც წელს ძალიან სამარცხვინო ფორმითაც და შინაარსობრივათაც იმ შოტლანდიის ტრამპის ერთ-ერთ კერძო კლუბში ჩატარებული შეხვედრიდან, სადაც მან მიიღო ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც არ დაუპატიჟებია იმ ოვალურ კაბინეტში ვაშინგტონში და სწორედ თავის ტერიტორიაზე შოტლანდიაში ისეთი პირობები წაუყენა ამ ქალბატონს, რომელსაც მან ტაში დაუკრა ლამის და მადლობა გადაუხადა, ხომ? ჩვენგან 750 მილიარდი დოლარის გაზი უნდა შეისყიდოთ, 600 მილიარდი ინვესტიციები ჩადოთ ამერიკის ეკონომიკაში და სექტემბრიდან ისეთი ტარიფები დაუნიშნა, რომლის გამოძახილი იყო პირველივე სოციალური დახმარებების შემცირება ევროპაში და ევროკავშირში, რამაც ისედაც მძიმე სოციალური ფონი მოსახლეობის კიდევ უფრო დაამძიმა, ხომ? ანუ გაკოტრდება ევროკავშირი პირისპირ დარჩენილი რუსეთთან აი ამ პრობლემების მოგვარების კუთხით, საიდანაც კიდევ ერთხელ ვამბობ, აი 31 იანვრამდე კიდევ რაღაც აქტიურობას ველოდებით ტრამპისგან და 1 თებერვლიდან უკვე პონტოელე პილატეს პოზაში ვხედავ ტრამპსო ხელების დამიბანია და დანარჩენი როგორ გაგრძელდება, მართლა ბრძოლის ველზე გაგრძელდება და ისე არ გააკეთონ მართლა რომ ის დაყოფა და კორეის სცენარი სანატრელი გაუხდეს ყველა მხარეს, ხომ, ამ ომში, ამ ომის დასრულების კუთხით. ამიტომ რაც უფრო გაკოტრდება ევრობიუროკრატია, რაც უფრო მკაფიოდ მოხდება ტრანსფორმაცია და გაყოფა ამ ევროკავშირის ორ ნაწილად, რომლის ბირთვს ენდობა, ერთ ბირთვს ენდობა ცალსახად ტრამპი, იმიტომ რომ აი ორბანის შეხვედრა და მის მოლაპარაკება ვიქტორ ორბანთან თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში შევადაროთ მის შეხვედრას ურსულა ფონ დერ ლაიენთან იმ შოტლანდიის კლუბში, ხომ, ხომ შესადარებელიც არ არის, ხომ ერთმანეთთან. არსებობს რაღაცა body language და არსებობს კიდევ რაღაცა სხვა მომენტები, რომელიც განსაზღვრავს ამ მდგომარეობაშია პოლიტიკა და დამოკიდებულება პოლიტიკოსებს შორის. ამიტომ ნატოს მიმართ ტრამპის ინტერესი ნელ-ნელა გადადის წმინდა პრაგმატულ ჭრილში, გადაიხადეთ და მე განვიხილავ, მაგრამ ისე რომ მე გადაგიხადოთ და მე შეგინარჩუნოთ და თქვა აი აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ჩიხშია შესული სიტუაცია უკრაინასთან და რუსეთთან პირისპირ დარჩენილი ამ ევრობიუროკრატიის, სადაც პირველი სიგნალი, ხომ, იმ ბანაკიდან მართლა მაკრონიც კი მიხვდა იმას, რომ რაღაცა ჩიხში ვართ და ერთიერთზე ვართ დარჩენილები და სახიფათოა ჩვენთვის და იქნებ მე გამომიყენოთ ისე აი იმ კომუნიკატორად პუტინთან და რაღაცა გზების დალაგების კუთხით, რასაც პრაგმატული ევროპა დათანხმდება, არაპრაგმატული ევროპა, ხო, გერმანიის სახით და მერცის სათავეში, ხო, ყოველ შემთხვევაში გააძლიერებს უახლოეს წელიწადში იგივე ალტერნატიულ და იგივე ოპოზიციურ ძალებს ამ ქვეყანაში და ამ ომში გამარჯვებული გამოვა ალიანსი, რომელიც ჩამოყალიბდა ალასკაში, ანკორიჩში, სადაც ისეთი რაღაცეები გადაწყდა, როგორც ჩანს, რომლის შესახებ ჩვენ ახლა დეტალები არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპირისპირო მხარეს გამარჯვება ნამდვილად არ იქნება
და უკრაინა რაც უფრო მალე თვითონ საზოგადოებასაც მიუმართავ, გონს მოეგება და რაღაცა თავის სიტყვას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენ ან გვიმალავენ ამ ინფორმაციას, ან ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა არ გაგაჩნდეს ამ 4 წლის განმავლობაში. ნუ თუ ყველაფერი კარგად მიდის, ნუ თუ შენ არ გესმის კორუფციის თვალსაზრისით, რა დღეშია ქვეყანა, ნუ თუ შენ შორის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქცია გაიმართა უკრაინაში, იყო ის ნაბუდა საპირო გააუქმა ზელენსკი. ხო, კი ბატონო, ისიც გასაგებია. კი, ვის მიერ იყო ინსპირირებული ეს საპროტესტო აქცია და საშემტეაშე. აი, ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია და ეს ყველაფერი მოასწავლებს რას? მე არ მგონია 2027 წლამდე აი ამ პროცესებმა გასტანოს რა. მე მგონია ყველაფერი დასრულდება გაისად, მაგრამ დასრულდება არა იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც ჩვენი ქართული ოპოზიცია 4 წელია უკრაინის გამარჯვებაზე ემობს მოსკოვზე. ხო, ეს ცალკე საკითხია და პატრიოტიზმი ხედავთ, ეს ოპოზიცია რამდენად არის მისთვის ეს ორგანული, რასაც ის ზეიმობს თუ გარედან მართლაც აზეიმებენ, იმიტომ რომ ეს იმდენად პოპულისტურადაც კი წამგებიანია, იმიტომ რომ ხა ბავშვიც კი ხვდება, პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ აი ნახე რა ხდება ჩვენი მთავარი ხა ჩვენ საერთოდ გაზავსებთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა. და ეს განაპირობებდა ყველაფერს. ჩვენი ისტორიაშიც ეს განაპირობებდა და ეხლაც ეს განაპირობებს. როგორ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. რამდენიც საქართველოს ვილაპარაკოთ ერთმანეთს, აი 4 მილიონი ვართ ნახტომში რო იტყვიან, ხო? და აქედან გაუნინდა შესაძლებლობებით. ეს არ არის ის დრო, რომ ესე იგი ხმალს მაგრა ფლობდა რაღაც ვიზამ, ხო? ჩვენი რესურსები ეს არის ურთულესი რეგიონი, ჩვენ არა ვართ ფიჯივით სადღაც კუნძულს. ბუნებრივად ჩვენ პოლიტიკას ეს და ჩვენ ვეძებდით უსაფრთხოების გზებს. არა აქვს მნიშვნელობა, ესე იგი თუ ოდნავ მაინც მარიონეტი არ არის და ეგეთიც არ გვაყავდა ჩვენ ამაში. ყველა ხელისუფალი ცდილობს თუნდაც საკუთარი იმისთვის, რომ იყოს დაცული მისი ქვეყანა. მე სხვათა შორის ზელენსკის ამბობდი და მე გაგახსენებთ სააკაშვილის გამოსვლასაც შენახულია და მის პოლიტიკას როცა მოვიდა. პირველი ალბათ გახსოვთ, სადაც წავიდა სააკაშვილი, როცა პრეზიდენტი გახდა. ეს ჩავიდა რუსეთში და ტრიალებს YouTube-ზე მისი გამოსვლა, რატომ ფაქტია, ეს კი არ არის მე ახლა ხვალ ჩვენ გაგულანძღავეთ თუ არ გაგულანძღავეთ და ესე გვეგონა არ გვეგონა. ის ჩამოდის და ამბობს დოქტრინას, მისი პირველი დოქტრინა პარლამენტში გამოდის, უსმენთ, როცა ამბობს რომ საქართველოს არ აყავს ესე იგი მეგობარი და ჩვენ უნდა ვიმეგობროთ ყველასთან, ჩვენ უნდა აბსოლუტურად ვიყოთ და ლაპარაკობს აბსოლუტურად სწორს. აბსოლუტურად სწორ. ის მისი ემოციების საკითხია თვალებში რო ჩახედა პუტინს და როგორი პატიოსანი ადამიანი დაინახა. თუმცა ის ჩამოვიდა, აი შემდეგ ხდება რაღაცა, მე არ მინდა შეთქმულების თეორია, თუმცა მსმენია რაღაცა ხდება და ზელენსკი, ანუ სულ სხვა ტალღაზე მოვიდა და უსებს მთლიანად გადაატრიალა პოლიტიკა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს არის პატარა ქვეყნის პოლიტიკა, რასაც ძალაგებდა რომ არ გავაღიზიანოთ, ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, ნორმალური სიტუაციას ამობს, ხო? ეხლა ჩვენ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა განვეძებდით უსაფრთხოებას. ეს იყო ჩვენი ამოცანა. ესეც უნდა ვიცოდეთ დღეს მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ ჩვენს გადარჩენაზე, როცა ჩვენ მოგვიწოდებდნენ და მოგვიწოდებდნენ ღიად, ესე იგი, ახლა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გაწიე გამოწიე მინახავს, მაგრამ ხამის ექსპერტი არ ვარ, 3 და 5 დღემდეა ჩვენი რესურსი, ისიც ძალიან თუ არ დაიძაბება რომელიმე დიდი ეს არის ჩვენი მასაკრული აქ არისო ჩვენ ცხელთავიანები ზოგი სისულე ზოგი თიმძახია რომ აი სწორედ ახლა ამაზე პასუხი აქვს ხოლმე და მომისმენია რომ სწორედ ამიტომაც და ჩვენ საქართველოს სამხედრო ჯარები უნდა გავაძლიეროთ და აი პატრიოტული აღარ მინდა ახლა თავისი გაჭირებიათ და ამ პოლიტიკოსების გვარები ჩამოთვალო მაგრამ როგორც არ უნდა სურო სამხედრო იმასე გადავდგეთ ნუ 5 დღეს ჩვენი რესურსი ვერ გადაცდება ეგეთ ქვეჯ ჯგუფში ვართ მოხდრილები ერთხელ ტელევიზიაში მითხრა რომ არა პოლიტიკოსები ეთქა და სულ აცებას არ თავსახელებს სულ მითხრა ეგრევე არა ეხლა კი ამბობ მაგრამ ჩვენი ვითომ ხა ჯარს იცავდა და მე ვითომ წინააღმდეგი ვიყავი ხანოს რომ და არა ჩვენი შესაძლებლობების ქვეყანაში თუ მოხვდებითო
ჩვენო იცოდეო რომ მაგარი შეგვიძლიაო და ხო მითხარი მაგრამ ქვეჯგუფში ვართ მოხვედრილი იქ სადაც ვართ ხო გადახედე და ფიჯივით არა ფიჯივი რო შეიძლება ჯარი არ დაგჭირდეს ეს არის ჩვენი ვეძებთ ამა ნახეთ ჩვენი სხვადასხვანაირად ვცდილობდით შესაძლებლობას რომ თან შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და რაღაცა ესე ვთქვათ მიაღწიო ну იყო ნეიტრალიტეტი რომელიც იყო აი დამოუკიდებლობას ვიპოვებდით მაშინ იყო აპარატი მე გავაცნობიერეთ რომ ესე იოლი არ არის თუ გარედან ბალანსი არ შეიკრება იმიტომ რომ მე ვიტყვი სამშობლოს არ ვიცავართებ და უნდა ცოტა ის შეგეძლო შემდეგი რაც არის რომ თორე ისე დღეს დავაყრებ ტერსაც კი გაეცინება თორე ახლა სამშობლოს არ ვიცავართებ და კარგი შვეიცარია ჩვენ რომ ბევრს ყვებით ხოლმე რომ ყველას იარაღი აქვს და მაგრა იცავს თავს მაგრამ მაგრა აწყობთ შვეიცარიის დამოუკიდებლობა და გერმანელებსაც აწყობთ რომ დღუნად არ ეყოფოდა იმაში რა ქვია შვეიცარიის ის არა ქვია ოქროს ინახავდნენ იქ და მთელი ამბები კარგად იცით ეხლა ჩვენი ამბავი იყო დღეს ეხლა ჩვენი ამბავი რა არის მთელი სტრატეგიული პარტნიორობას დავიფლი და სტრატეგიული მეგობრობა და მთელი ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყო გულწრფელად არა ისე როგორც ზოგჯეროდა არჯეროდა და ქვეყანაც იყო ესე დარწმუნებული რომ ნატოში უნდა შევიდეთ საბოლოო ჯამში ეს ევროკავშირი ნატო საბოლოო ჯამში ერთი ამბავი იყო რომ რაღაცა საუკუნეების მანძილზე რა ჩვენი ამბავი იყო რომ ისეთ მოკავშირეს ვიშოვებდით რომელიც დაგვიცავთ აი მთელი ამბავი ეს არის ანუ ეს იყო გადაიტო ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ რომ და დაცულები ვითლებით და ასრულდება მე აი დადგება დრო სანეტარო რომ ჩვენ აღარ დაგჭირდება აღარ შეგვეძლება სხვა საკითხია რომ ეს ჩვენთან ნატოც არ არის მოგახილო რომ თვითონ ნატოში შესვლა რამდენად არის გარანტირებული იმიტომ რომ ამაზე მირის კამათი ჩვენ ამისად გეუბნები მაგრამ ეს ერთპიროვნულად საბოლოო ჯამში ნატოც არ არის რომ ახლა უცებ ნატომ ადგადა ჯარები დაძრეს ნატოს სხვადასხვა თავის ჯარი რო ვიცოდეთ არ წყავს ერთი ბატალიონი ყავს რუსთების სულ ისიც რაღაც საჭიროებისთვის და უნდა ცალკე ქვეყანა მიიღოს გადაწყვეტილება მაგრამ ბოლომდე იყო რომ ჩვენ მიგიღებთ და ნუ აი ხვალ და აი და სხვათა შორის ჩვენ დაპირებების იმაში ვცხოვრობდით ჩვენ ხო ესე ვიყავით რომ ცხოვრობდით რომ კომუნიზმის აშენების დაპირებით ცხოვრობდით ახლა ვცხოვრობდით მე ვიცხოვრობთ ევროკავშირის დაპირების მოთხოვდით შესვლის მეთქი რა ევროკავშირში შევალთ ეს კომუნიზმად იქცა რაღაც გარკვეულწილად იმ დონეზე რომ ყოველად უსინდისოთ ახლა გუშინ წინას ვკითხულობდი რომ რაღაც უსმენ ეგრე გამოდის და წინააღმდეგს კი არა ევროკავშირი ჩვენ ევროკავშირში იმიტომ გვინდა შესვლა რომ ჩვენ გვექნება დიდი პენსიები გვექნება დიდი ესე იგი ეს აბსოლუტურად ანუ ვიცი ანუ სირცხულოწყილი აფრიკაში არ არის შერასაც იმუშავების გექნება ევროკავშირში სულ სხვადასხვანაირი ქვეყნებია და მე გასაც გეტყვი და არ გვინდა რამოდენიმე ევროკავშირის ქვეყანა საქართველოს უსწრებს და საგზობრივად და ევროკავშირში არ არის ქვეყნები და ბევრად დიდრები არის ეს ამათ ჩვენ რაგვარს ესე წარმოდგენილი რომ ევროკავშირი დაიწყებს ფულის გადმორიცხვას რასაკვირველია არ იქნება მაგრამ და სამხედრო თვალსაზრისით ბუქარესტის სამიტი რო ამის ისმინოდა ბუქარესტის სამიტი იყო რომ აი თითქმის კარბაც დაიჭრეალა და თითქოს გაიღო ამას ეფუძნებოდა პოლიტიკა მნიშვნელობა არ აქვს შენჯერო და მე ამჯერო და იმასჯერო და ნუ სახელმწიფო პოლიტიკა ამაზე აეგო საბოლოო ჯამში აი უკრაინის 2003-ში იყო პირველი დიდი სილა უნდა მეხვედრილიყავთ მე რა რომ ევროკავშირის წევრები არ ვიყავით და ნატოს წევრი არ ვიყავით რომ თითიძე არ დააკარეს და საერთოდ სოფლიოსთვის ეს ამბოშთა ბუზის გაფრენა აი აბსოლუტურად იქ აღარ გეუბნებით იქ ოლიმპიადა მეგობრობა გახსოვთ ეს გვერდი 2008-ში მეგერ ოლიმპიადა არა ხო შემესახსოვრაში ოლიმპიადაზე გვერდი ჯდნენ ერთმანეთს უღიმიან ბუში ეუნება არ ჩახვიდე კაცო იქ რამე არ მოგივიდეს და მთელი ამ მარკოს არა სარკოსის ხო პირველი გამოფხიზლება უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ და დაუბრუნებლიყავით რეალ პოლიტიკაში რომ პოლიტიკას არ მართავს ლამაზი სიტყვები და მით უმეტეს ეს გამოგონილი საერთაშორისო სამართალი მართავს ძალა აბსოლუტური ძალა აი თუ რამე მაგალითად ტრამპში ხიბს კი არ იწვევს ტრამპი ლაპარაკობს სრულიად გულწრფელად იმას რაც არის ნამდვილი პოლიტიკა რაც იყო სექსის დროსაც და აი სტელებს როტოვებენ მე წავედი დავიფყარი ეს და ამბობს რომ მაგარი ვარ იმიტომ რომ მე ესენი დავიფყარი სოფლიო პოლიტიკა მისვერი კი არ შეცვლილა ესეც რომ ამბობს რომ გრენლანდია ჩემია იქ ჩემია იმიტომ რომ ძალა მაქვს პოლიტიკას ეხლა ეს მოწონს რა ძალაც გაქვს ხე გიორგი რა ძალაც გაქვს ის სამართალი გაქვს ამ დედამიწაზე და მეორე ხერხიჯობია ყოლეს საჩვენი ამბავია რომ იქნება ძალა გადააბალანსო ჭუით რაც მე პირადად ასე გეტახმები რაც დღეს ხდება საქართველოში საქართველოს დიდი საფრთხე იყო
რომ აქ რო უგუნური პოლიტიკოსი ყოფილიყო სათავეში, ანდა უგუნური მტრისას და ანდა ესე იგი უშნოდ გაბედული რაღაცა. და იქნებოდა ეს 3 დღე გაგრძელდებოდა. ეს ვნახეთ უკვე ეს ისტორია ჩვენ. ეხლა ეს იქნებოდა სრული აბსოლუტური კატასტროფა. ჩვენ ვიცით რომ მილიონი დევნილის ქცევას 1 საათი უნდა. უკან დაბრუნება მე სამუდამოდ არის. ეგერ უყურებთ 12 მილიონი კაცი წავიდა. რატო დღეს მიდის ეს გადაასწრება. ტრამპიც ამბავი ჩვენ წერთ ხოლმე ამერიკა რატო არ პასუხობს და იქ რაღაც. ეს ყველაფერი ბლეფია. ეს სანქციების მაიმუნობა არის. მაიმუნობა პოლიტიკასა. ამერიკას სათქმელი როგორ ჩანს არაფერი არა ჯერ საქართველოს, იმიტომ რომ ეს ახლა სტრატეგიული მეგობარი, სტრატეგიული შეყვარებული პაჩი და პუჩი არ შენ მზათა ხარ თუ არა ეს გვაინტერესებდა რომ მე დამიცვა. აი ეს არის სიტყვა აღმოჩნდა რომ ევროპა არ არის მზად, ხო? ოდნავ შევეწინააღმდეგები ვასიფოს ოდნავ რა. აი ამ სტრატეგიულ სიჩუმეში ხო საქართველოსთან მიმართებით ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ხო მე ვხედავ ძალიან ბევრ დადებით მომენტს წინა ადმინისტრაციასთან შედარებით ხო ყველაფერი შედარებითია რა. ჩემთვის პირველი ინდიკატორი იყო როდესაც 6 თვის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თავის მუშაობას პირდაპირ ეთერში ახორციელდებოდა. ხო ერთი განცხადება სახლდეპის სპიკერატის მხრიდან გვსმენია რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს რასაკეთებთ, ეს თქვენ გაგაშორებთ რაღაცა. მეთიუ მილერი რომ ყოფილიყო ეხლა რა წარმოიდგინეთ რა დღეში 3ჯერ იტყოდა ეს რა შვების. არა, ზეავდიკერა პოლიტიკას სულის თქვა ამის მიმართ. ხო. წინა ადმინისტრაცია გეუნებოდა და ევროპა მიდი მოვდივარო და რასაც უკრაინას ეუბნება. არა, საზოგადოება რომ ითხოვს რა, საზოგადოების დიდი ნაწილია, რატომ არიან ჩუმად, რატომ არ გამოდიან რაღაცა დეკლარაციები საქართველოს, რატომ არ ახსენებენ ინერცია. ხო. მეგობარის აქტი გააქრეს, საერთოდ დღის წესრიგიდან გააქრეს რა. მყისიერად ერთ-ერთი ყველაზე რეაქციონერი ელჩი გაიწვიეს იმავე დღეს ჩვენი ელჩი დანიშნეს რა. აი ძალიან აი ამ სიჩუმეში ვხედავ იმას ამავე დროს ნატოზე ლაპარაკი კვდება? ხო და მე ეს კვდება და ნახე როგორ არის ჩვენ ეხლა იმისი არ იყოს რომ არ უთხრათ რომ კვარი მოუკვდაო და კაცო ვარდატობა ხო იქნებოდა. ჩვენ ახლა რეალურად რაჯიმში ვართ, იცი ამაზე ახლა ხვალე აქ შევხვდება თუ არა ვიღაცა და ჩვენ დაგვწყებს თუ არა გადაცემის გაუბარა. თანდათან ახლა რამე ჩვენი კონსტიტუცია დედამიწა ჩვენ კონსტიტუციაზე არ დატრიალდება თუ გინდა კომუნიზმში შესვლა დავწეროთ, მაგრამ კი არ დავყარდება და 64, მაგრამ ის მუხლი რო გვწერია ჩვენ ნატოში თანდათან სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს რომ ჯონსონის კაი ბატონო ასე მაგრამ ჯონსონის არ გჯერა ხო კაი ბატონო ჯონსონის არ გჯერა იმის არ გჯერა ახლა ვიღაცის ხოდა დაიჯერო ახლა მარტო იმისი გჯერა ახლა აღარ მინდა ირაკლი დაბლიაშვილის მარტო ახლა ხარ შეიძლება ახლა ხო და ამიტომ არის რომ ეს ნატოს თემა იმიტომ კი არა კონსტიტუციაში გვეწერება თუ არა ეს ფსიქოლოგიურად ნიშნავს რომ შენ უნდა უკვე იფიქრო დაბრუნდა რეალურ პოლიტიკაში და ჩვენ ეგარი და უნდა მიხვდე რომ ჩვენი ამბავი არის ეს მე ქვეყანას გადამარჩენს თუ და ოღონდ ჩვენ ისევ გეუბნები არა ვართ ფიჯის კონსულები თუ ვართ საშინელი გიგალების ეს ამბებია რამე ისეთ კი არ არის რომ ვინმეს ვაჟი აი ტრამპის გზა ამბავი ცეცხლიანთია ჩვენ გარშემო ესე იგი სულ აი ამ სიტუაციაში და ეს უნდა ჩამოყალიბდეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მანდ რა ამერიკის მიერ ჩვენს არხსენებაში რა ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რა აქვს სათქმელი არა სათქმელი არა აქვს ოღონდ განა ვერ აქვს არა აქვს ამ წუთას არა აქვს არაფერი სათქმელი და რატო იმიტომ რომ უნდა დავაკვირდეთ რომ იმ დოკუმენტში რომელიც აღარ მოახსენეთ არ ახსენებიათ ცენტრალური აზია და კავკასია საერთოდ ეგ რეგიონი არ არის ნახსენები არის ნახსენები დასავლეთ ჰემისფერო თავისი სივრცე არის ნახსენები ინდო-პაციფიკა როგორც თვითონ უწოდებენ ეს წყნარი ოკეანის სივრცე არის ნახსენები მესამე ადგილზე ახლო აღმოსავლეთი ოღონდ აქაც კი ნახსენებია რომ აქ იკლებსო ინტენსივობაო გლობალური დაპირისპირებისო და ისე გვაქვსო ჩვენო იქო დაალაგებული ამბავია რომ იქო ჩვენი დიდი ჩართულობა საჭირო აღარ არისო და ისე კიო მნიშვნელოვანია მაგრამ ამასთან ერთად მათი ნავთობზე მეტიო აგერ არისო ვენესუელაშიო სულ არის და ჩვენ თვითონაც ყველაზე დიდი გამყიდველები გავხდით უკვე ნავთობის და ნუ ცოტათი აფრიკა. აი ხა რაში არის საქმე ჩემი აზრით აქ რომ ცენტრალური აზია და კავკასია თავის უკრაინით და ასე შემდეგ ამერიკულ დოქტრინაში წარმოადგენდა რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტს.
და რუსეთთან ახლა კონფრონტაციულ რეჟიმს გაურბის ეს კაცი, უყურებს რომ ჩინეთთან აქვს კონფრონტაციული რეჟიმი, კონფრონტაციულ რეჟიმში აქ არ ჭირდება ეს ინსტრუმენტები და აქედან გამომდინარე არც გახსენებს და არც გელაპარაკება, იმიტომ რომ თუ მან შენ გახსენა, მხოლოდ ერთ მიზანში გახსენებს, რომ როგორმე რუსეთის წინააღმდეგ წაგაქცევს. სხვა შეფერში არ ჭირდება. ერთ-ერთი ეს არის რასაც ამოფეს რეალ პოლიტიკა. იმიტომ რომ იქ მოლაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში არ ვიყავით, მხოლოდ ერთ რაღაცაზე შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკება. ჩვენ ვაგრძელებთ ომს ერთმანეთში, თუ არ ვაგრძელებთ იმის გარეშე, ამის გარეშე, იმას ვეხმარები, აქ ეს ხლა ნამდვილ ლაპარაკში არის ჩვენ რა გვინდა, ხო? და მან როგორ ჩანს და ეს უთხრა რომ მე შენ აღარ ვაპირებ, რომ გიჩიჩხინო და ეს რა ის არის რომ უნდა და შეიძლება რუსეთიდან ლაპარაკობა, თეთრდათვებიდან ხوار დაელაპარაკება, ხო, თეთრდათვებით არ შემოდიან ესე იოლად კონტაქტში და თან რუსეთის მხარეზე უფრო არიან. და ამიტომ შედის რომ აქედან მე აღარ ვაპირებ შენთან აუთ და იქაც ჩავაქრობ. აი ეს არის მთელი თემა. ეხლა რომ ძირითადი სიტუაცია ვიცით იქ რაც მოხდა, იმიტომ რომ ფაქტია რომ ეს ცდილობს რომ უკრაინა, აქეთკენ მიდის რომ ჩავაქრო და ძალიან ძლავ იმპულსებს უშვებს საიმისოდ, შედარ ეხლა ბაიდენის რომ ეს ქვეყანა ერთი ქვეყანაა ხო, რა მოხდა პრეზიდენტი რომ გამოიცვალა, ქვეყანა არის იგივეა და ესე იგი ერთი წლის წინ ამერიკა იყო პირდაპირ ამით ჩაბული, ეხლა უთხრა რომ აღარ არის და ეუბნება რომ აგერ თუ მე გავიწევი რას თიშნავს აგერ ეს დედიკოს ბიჭებს დააჭერა ყურები ეუბნება ხო ახლა იმის იმედად და ჩვენ ამაში ვართ რომ ამას აღარ ამიტომაც შენს მიმართ ახლა გინდა ინტერესი დაავკარგეთ გინდა ისა შენ ახლა აქ უკვე უნდა მიხვდე ამ რეალობას და ამ რეალობაში ესე ვთქვათ უნდა იყო და ჩვენ უნდა ესე ვიანგარიშოთ ეს ეგ ამბები რა ბალანსი დგას რეგიონში ეგ მაგრამ თავარი რაც ჩვენ გაკვეთილი უნდა ვიყოთ ჩვენ 30 წელი რა დამოუკიდებლები ვართ ხო რა ჩვენ დამოუკიდებლები 30 წელი ხო ჩვენ რომ ესეთი რომ ჩვენ ამ სიტუაციით რომ მეგობრობა სიყვარული და მაგი არის ვეფხისტყაოსას ჩვენ დროს ვარდით ხო მეგობრობის მოტივი ვეფხისტყაოსაში გახსოვს ეხლა აქ უნდა ვილაპარაკოთ როგორ ქალთა სახეები და ეგეთი სიტუაცია ხო რა აქ უნდა ვილაპარაკოთ რეალ პოლიტიკაზე როგორ უნდა გამოვიდეთ როგორ უნდა ვილაპარაკოთ და როგორ უნდა ზომოთ იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული და ხელისუფლებაც ამის მიხედვით უნდა თქვა ესე იოლი რო იყოს სასტოენებით და იმით ლაპარაკი და სხვადასხვა დიდი განსხვავება არ არის ფულს იღებს და იმიტომ უსტვენს ამ სასტოენში თუ თავისი გონებრივი მონაცემებიდან გამომდინარე უსტვენს ახლა საბოლოო შედეგი თქვა ერთი და იგივეა იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ იმ გემზე ვართ რომელიც ძალიან პატარაა და აი ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველა მოვლენას აქედან უნდა ესე ვთქვათ შევხედოთ. ხოლმე მოდი შევხედოთ ახლა აქედან ანუ ერთი მოცემულობა გვაქვს რომ მადლობა ღმერთს ომში არ ვარ ჩართული ვისაც არ ჯერა რომ იყო ამის შესაძლებლობა უჯერა ის ვინც ვიცით ხო და მაგას ოღონდ სულ და ვთქვათ ხოლმე ეს როგორც საინტერესოა რომ არიან ადამიანები რომელთაც არ ვარჯერათ კი არა რომელთაც იმდენად ჯერათ პუტინის და რუსეთის ჰუმანურობის რომ არავითარ შემთხვევაში ამას არ იცავს რატო არ უქნია ხო არა ყველგან იზამს მოიძახე თან საინტერესო აი ეხლა მინდა რომ აი რომ გაგულანძღავენ აი მეგობრულად უთხრა ამ ადამიანებს რომელთაც ჯერათ რომ პუტინი ევროპას დაესხება შეახრამუნებს ამას იზამს მაინც პრინციპულად არ ჯერათ რომ საქართველოს რამეს უზამს ხო რომ საქართველოსთან ომი რამე მნიშვნელობას არავითარ შემთხვევაში არ იზამს იმიტომ რომ არ იზამს კაცო მოკლედ ეს გამოვიარეთ ახლა გვაქვს ვის მოცემულობა რაც გვაქვს ესეთია სამყარო თითქოს ტრამპი იქით იხედება თითქოს ცდილობს ეს ომი მოაგვაროს თუ ომი არ მოგვარდება მე თავის საქმეებს მიხედავს ნუ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ წუთის მონაცემებით ესე ჩანს იქ ევროპაში ისეთი მოძრაობებია იქ რა ვიცი კიდე იქ ჩინეთი ინდოეთი რაღაც ასე შემდეგ და აი ეს ჩვენი რეალ პოლიტიკური გამოსავალი ეს ოპტიმისტური დაბოლოებისკენ მივდივარ მოკლედ ესე რომ ვთქვა ჩვენი გადაცემა სოფლიო როგორია ვთქვა იცი რომ გამოვედით აი ჩვენ ახლა აქამდე ხო იყო რომ სოფლიო ჩემი აზრით უფრო სახიფათოა ვიდრე აქამდე იყო ხო იყო აქამდე რომ აი თეთრი და ფუმფულა იყო დასავლე აი მაგალითად ხო და რატოა თქვა ტრამპი რატოა საინტერესო აი რომ თქვა ტრამპი ესე ამბობს იმას ტრამპს არ ეთქვა მაგალითად და დათოს რო ეთქვა რომ მაგალითად ერთი წლის წინ ჩვენ მეგობარს რომ ამერიკას უნდა კონდეს გრენლანდიაო დათოს გაასახლებდნენ ქვეყნიდან გარანტირებდნენ ეს როგორ აკადრე ამერიკა კაცი ადგა და ამბობს ის რასაც ფიქრობდნენ გრენლანდია მინდა რატომ იმიტომ რომ მინდა და იმიტომ რომ ძლიერი ვარ არა ერთი კაი რამეა როგორც აღმოჩნდა იმდენად უნდოდა მთელი ეს წლებია ეგ გრენლანდია რომ
ლუიზიანას გუბერნატორია მე მგონი თვითონ მივიდა ტრამპთან და უთხრა რომ მე დამნიშნე გრენლანდიის დაბრუნების საკითხში წარმომადგენლად. კაი გრენლანდია დაბრუნების კი არა მოპოვება. გრენლანდიაზე ჩვენები ახსნიან რომ იმიტომ ამერიკა ხო უნდა იყოს სუთეთრი და ფუმფულა და ეგეთი სიტუაცია და პაპარას ლაპარაკობ არც მონები ყოლი არც არაფერი ეს იყო იდეალური სიტუაცია იყო ხო და მაგრამ გრენლანდია ნუ ახლა გრენლანდია ეკუთვნის მაგრამ კულმინაცია მაინც იყო რომ ვენესუელას ნავთობი არისო ჩვენიო ხო აი ეგეთ სოფლიო არა მას ვიტყვი ის თავდაცვის რაღაცა ვიღაცა მინისტრი გამოვიდა ეს უკვე ახლა დამეტანია ანუ რატო დღევანდელ სოფლიოში მინდა თუ ძალა მაქვს მინდა არის უკვე ლეგიტიმური რამე თუ ძალა გაქვს და გინდა აი ჩვენ რო ახლა ძალა გქონდეს აი რაღაცა შევაჯამებინოთ ახლა ბატონ დავით ეს ამბავი მინდას ეპოქაში ესე იგი აი ამ და მე მგონია რომ მართლა უფრო რთულ ეპოქაში კიდე უფრო შევდივართ ვიდრე გამოვიარეთ ამ ომის მიუხედავად ხო ანუ შეიძლება ვინმე წარმოდგენა გქონდეს რომ უკრაინის ომი უკვე პიკია და ეხა დაღმასვლისკენ წავა მაგრამ მე ეჭვმეპარება ამის და რატომ ჩემი მიზეზი მაქვს იმიტომ რომ გლობალური წესრიგი არ გვაქვს ანუ წესრიგზე შეთანხმებული მხარეები არ არსებობენ. მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია რომ მხარეები შეთანხმდნენ რაღაც წესრიგზე. მსოფლიო ომი თითქოს გამორიცხულია იმ დამანგრეველი ეფექტიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება ამან გამოიწვიოს, შესაბამისად ყველა გაურბის ამას და შესაბამისად აი ის რაც უნდა დაელაგებინა მსოფლიო დიდ კონფლიქტ, დიდ კატასტროფას, ეხლა უნდა დაალაგდეს ამის გარეშე. და ეს საკმაოდ რთული და ისეთი პროცესი, ანუ ვირტუალურ ომში უნდა გადაწყდეს ვირტუალური ხშირად გეჩვენა ვირტუალური პატარა სახელმწიფოების დარბევების ხარჯზე უნდა გადაწყდეს. პოლიგონად უნდა ვიყოთ პატარა სახელმწიფოები. თავისთავად ეს პროქსიომები პირიქით შეიძლება პროქსიომების ეპოქაში უფრო შევდივართ, ვიდრე იქიდან გამოვდივართ ახლა ამის. ხუთს მიცემდა იომე. და რა არის ჩვენი ეს რეალ პოლიტიკური გამოსავალი თუ შეიძლება რომ აქ ოპტიმიზმი კონდეს. შეიძლება მოკლედ ვიტყვი რა, ჩემი რემარცმენით ეს ომი, ეს უკრაინული კატასტროფა არ დასრულდება, სანამ უკიდურესად არ დასუსტდება ორიდან ერთ-ერთი მხარე, ან რუსეთი, ან ევროკავშირი. აი როგორც კი ერთ-ერთი მხარე უკიდურესად დასუსტდება, დასრულდება ეს ომი. იმ მომენტისთვის უკრაინისგან რა დარჩება, ან რუსეთი ამდენად დასუსტდება, ან ევროკავშირს რა მოუვა, ხომ? ნუ ეს არის რაღაც მარჩიელობის საგანი. დაველოდოთ ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება საქართველოს, რა აი როგორც იქნა, ხო, მეტიჩრობის აი ამ ორბიტიდან ჩამოვედით, სადაც შუქურა ვიყავით დემოკრატიის და სადაც საერთაშორისო რადარებზე თურმე ყოველდღიურად ვიყავით, მაგრამ გააჩნია რა კონტექსტში იყავი, ხო? ამოგვივიდა ეს კონტექსტი უსამართლობის, რა, ჩვენს მისამართი და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც იქნა, აი ახლა გვაქვს აი ეს პერიოდი გადარჩენის ჩრდილში მოქცევის და ამ ჩრდილში ჩვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის რა. პოლიტიკურ ველზე ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი უკიდურესად დასუსტდა და მარგინალიზაცია მოხდა იმ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრის, რომელიც სამწუხაროდ საქართველოსთვის აღარ აყვავს, მაგრამ საბედნიეროდ ამ ტიპის ოპოზიცია გაქრა, ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. რაც შეეხება რეგიონალურ პოლიტიკას, ხომ? როდესაც წელს 10 წელი შეუსრულდა ერთ-ერთი ორგანიზაციის დაფუძნებას. C5+1, რომელშიც შედიოდა ცენტრალური აზიის ყველა 5-ვე ქვეყანა პლუს ამერიკის შეერთებული შტატები, ხომ? სამიტი შედგა ვაშინგტონში, მიძღვნილი აი ამ თარიღს და იქ გადაწყდა ძალიან პრაგმატული საკითხები რა. ტრამპს არ ჩაუყენებია ცენტრალური აზია იმ რაღაცა გლობალური სტრატეგიული დოქტრინის რაღაცა ჭრილში, ხომ? ეს ლათინური ამერიკა იქნება, რუსეთი თუ ჩინეთი. საუბარი მიდიოდა ზუსტად იმ შუა დერეფნების და სხვა საერთაშორისო პროექტებში, ვაჭრობას, მინერალების ათვისებას უზბეკეთის ტერიტორიაზე და მთელი რიგი წმინდა ბიზნეს საუბარი შედგა ამ ქვეყნებთან, ხომ? ამ სამიტის დასრულებისთანავე საქართველოს არაერთი დელეგაცია ეწვია იგივე უზბეკეთს, იგივე ყაზახეთს, შედგა აზრები თურქმენეთს, აი აზრების შეჯამება შედგა რომ ჩვენი ადგილი როგორც სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნისა, ხომ? ირ გოლისა, რომელზეც გადის ყველაფერი ის, რაზეც თქვენ ვაშინგტონში ქონდა საუბარი, ხომ? და რადგანაც მე სხვა ტიპის ინფორმაცია არ მაქვს გარდა დადებითისა, რომ ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა იქაც და იქაც,
მე ვხედავ საქართველოს პატარა როლს, რომელიც ნახტომში მართლაც 4 მილიონის არ არის, იმისთვის რომ ჩვენ საკუთარი თავი, ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც 7.6%-ია, ხო, დიდი ამბობობით შენარჩუნდება წლის ბოლომდე, ხო? ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას იმაზე გამრავლებული, რომ ის რადიკალიზმი და დესტრუქცია და ქუჩის ამბოხი წარსულს ჩაბარდება, რომ ჩვენ 2026 წლიდან თავისი საინვესტიციო ბუმით, თავისი ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებით და სტაბილურობით და მშვიდობით ჩვენ მივახცევთ იმას, რაზეც უკვე დღეს ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, რომ მეც მაწუხებს გაზრდილი ფასები იმ პროდუქტებზე, იმ მედიკამენტებზე და მე მაქვს გეგმა როგორ უნდა მივხედო ამ საქმეს და როგორ უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის, რაც ყოველდღიურად თითოეულ მოსახლეს აწუხებს, ხო? ამიტომ ეს არის ჩემთვის პოზიტიური გზავნილი, გამომდინარე იქიდანაც, რომ არ გაჩერებულა, სიტყვით არ გაჩერებულა, საქმით გაგრძელდა იმ რეალურ კორუფციასთან ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია ავტორიტეტები რა წარსულში, ვინ რას წარმოადგენდა და ვინ რომელი გუნდის წევრი იყო, ხო? აი ეს არის ჩემთვის მთავარი და თუ ამ ტემპს, ამ დინამიკას შევინარჩუნებთ ჩვენ, ხომ? ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო. კაია, კაი ძელი და ისე და მეც აბსოლუტურად გეთანხმები, ეს არის იქიდან ჩამოსვლა, როგორც შემთხვევით აბსოლუტურად სწორია. აი საიდანაც ჩაბოვიდეთ, იცი, აი სამპარტავნებაც იყო რომ ჩვენ მეტიჩეობა ამ პარტავნობა, კი. ჩეხოვს აქვს მოთხრობა. ერთი დარბის კაცი, პატარა მოთხრობა, გენიალური და გაზეთი დარბის და ყველა საჩვენებს ია პაჩტის ნამენიტო გაზეთში დაწერეს ჩემსეო. და წერია რომ გუშინო ხიდზეო ეტლი დაეძახო ვიღაცა მოქალაქე ჭებოსო და ესო მე ვარო გახარებული და ოსტა ბენდერის არის ხო აი ეს არის ჩვენი აი ჩვენ ახლა გვაქვს აი ეს ქვეყანა არის სტაბილურად მიდის და ეკუდა მან ორი პარადოქსული თვისება გვაქვს რა ერთი რაღაცა პიედესტალზე ვართ საიდანაც ესე რაღაც ზევიდან უყურებთ რაღაც ერებს ჩვენს გარშემო და მეორე არის რომ ინფანტილურად წარმოგვიდგენია რომ ჩვენ თვითონ რაღაცები არ შეგვიძლია ანუ ურსულა ფონ დერ ლაიენი შეიძლება ჩავიდეს თურქმენეთში მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უნდა ჩავიდეს კი ბატონო კი იმიტომ რომ ეგ სხვანაირად არის ეგ ძალიან ისეთი ორი პარადოქსული კიდე ოპტიმისტური თქვაც კი არ წარმოგვიდგენია რაღაც ნაწილ ადამიანებს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობიდან აქვს წარმოგვიდგენია ყველაფერს ნუ ავიღებთ ესე ვთქვათ უნივერსალიზაციას ღვთის მაგნით ჭკვიან საკმაოდ სოფლიოში კაი გონიც გვეყო და ყველაფერი და კაი წელი ნუ როგორიც იყო წელი ისეთი იყო და ამდექს ახალ წელს შობას და რა ვიცი წარმატებული წელი ყოფილიყოს ჩვენთვის 26-იც წარმატებები აბა მადლობა კიდევ კარგად ზამდებოდეთ შევხვდებით ერთმანეთს უკვე ახალ წლებს შობის შემდეგ ალბათ გილოცავთ ამდენ შობა ახალ წელს კარგად ზამდებოდეთ